კიდევ ერთხელ მოგესალმებით კოლეგებო, ტექნიკური შესვენების შემდეგ უკვე გაერთიანებულ ფორმატში ვაგრძელებთ სხდომას განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი და აგრარულ საკითხთა კომიტეტი ერთობლივ სხდომას ატარებენ, რომლის დღის წესრიგით არის გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი, ეს არის დასაქმების პოლიტიკის დაგეგვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიშის მოსმენა, რომელსაც წარმოგვიდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, წარმოდგენილი მინისტრის მოადგილის სახით, ასევე დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლები, ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან დღეს ჩვენთან. შესაბამისად, პირველ რიგში მე ვთხოვ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგით. კი გვაქვს დამტკიცებული საერთო ფორმატში, მაგრამ რადგანაც ერთობლივ კონტექსტში ვართ, მაინც ასე ვთქვათ, კვორუმი გვაქვს და შესაბამისად ვთხოვთ, რომ დავამტკიცოთ, ვინ არის მომხრე, რომ კი ბატონო, ერთხმად დამტკიცებულია. ვთხოვთ. მოგესალმებით პირველ რიგში და ზოგადად სასიამოვნო დღეს და კვირას გისურვებთ ყველას. ბატონო, კვორუმი გვაქვს, მე მგონი და იგივე საკითხთან დაკავშირებით პროცედურის მიხედვით ვთხოვთ, რომ ის წესრიგი დავამტკიცოთ ხელისაწევით. დიდი მადლობა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი დამტკიცებული არის. ბატონ გიორგი, ჩვენ ზოგადად გვაქვს ესეთი ფორმატი, რომ დაახლოებით 30 წუთს ვაძლევთ მომხსენებელს იმისთვის, რომ წარმოადგინოს ძირითადი ასპექტები ანგარიშის. თქვენ გნებავთ, არ ვიცი, გადაინაწილეთ ეს დრო, ანუ ძირითადი მომხსენებელი თქვენ ბრძანდებით. შესაბამისად, თქვენიდან გამომდინარე სხვა მომხსენებლები როგორ ჩაერთვებიან, ალბათ კარგი იქნება, რომ თქვენ ერთმანეთს შორის, ასე ვთქვათ, მოილაპარაკოთ. დაახლოებით 9 საათი მომხსენებისთვის და შემდეგ უკვე ორივე კომიტეტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დასვან როგორც შეკითხვები, ასევე დამაზუსტებელი შეკითხვები და შემდგომში ჩვენ უნდა ცნობად მივიღოთ წარმოდგენილი ანგარიში ორივე კომიტეტმა კენჭისყრის საფუძველზე. გთხოვთ. კი ბატონო, მე შევეცდები წარმოდგენილ რეგლამენტს გავყვე. 9 საათს სავარაუდოდ ჩვენ არ დაგვჭირდება, დროს დაგვჭირდება კითხვა-პასუხისთვის, თუ იქნება რა თქმა უნდა კითხვები შესაბამისი. წარმოგიდგენთ ანგარიშს 24 წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა ორიენტირებული იყო სახელმწიფო დასაქმების პოლიტიკის სისტემურ გაძლიერებაზე, მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაფართოებაზე, კერძო სექტორთან პარტნიორობაზე და ახალი ინიციატივების განხორციელებაზე. სერვისების მიწოდების გაფართოება და რეგიონალური გაძლიერება, ეს არის ფუნდამენტი სააგენტოს საქმიანობის და ზოგადად ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის. სააგენტომ 24 წელს მნიშვნელოვნად გაზარდა მომსახურების მიწოდების მასშტაბები. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში 20-24 წლებში დარეგისტრირდა 73,507 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 24 წელს 8,484 სამუშაოს მაძიებელი. გაიზარდა როგორც დასაქმების მაძიებელთა რაოდენობა, ისე დამსაქმებელთა ჩართულობა. რეგიონალური ოფისების გაძლიერებით მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ქვეყნის 10 რეგიონში და 7 მუნიციპალურ ერთეულში. სააგენტოს ბაზასთან ჯამში 2020 წლიდან დღემდე 8,000-მდე დამსაქმებელია დაკავშირებული. ესე იგი, სააგენტო არის ახალგაზრდა დაახლოებით 3 წელია სულ რაც შექმნილია და თავიდან რეგიონალური განშლა ფაქტიურად არ არსებობდა და ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთობლივად განხორციელებული პროექტის შედეგად წინა წლიდან მოყოლებული განვავითარეთ რეგიონალური ქსელი ჩვენი სერვის ცენტრების და ფაქტიურად ყველა რეგიონალურ ცენტრში ახლა არსებობს დასაქმების სააგენტო სერვის ცენტრი და უფრო მეტიც დავიწყეთ გასული წლიდან და ეს წელსაც გაგრძელდება ეს დინამიკა უკვე რაიონებში სერვის მომსახურებების განხორციელება, სუმცირე თვითონ ადამიანი გვეყოლება იმ ადგილებში, სადაც სამინისტრო
ცდილობს ერთი ფანჯრის პრინციპით განახორციელოს მომსახურება. ხშირად ჩვენ გვიწევს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ერთობლივად მათ ბაზაზე ხშირად საქმიანობის განხორციელება და ნელ-ნელა ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ გვინდა მთლიანად ავტონომიურად ჩვენ განახორციელოთ ეს ფუნქციები და ეს გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთანაც არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებით მოკლედ ამ რეგიონალურ განშლას და გვინდა ყველგან ყველა მსხვილ ცენტრში გავაჩინოთ მსგავსი მომსახურება, ახლოს ვიყოთ დამსაქმებელთან, ასევე სამსახურის ანუ დასაქმების მაძიებლებთან. აქტიური შრომის ბაზრის პროგრამების განხორციელება. 24 წელს 13,000-ზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო სააგენტოს სხვადასხვა დასაქმებისა და გადამზადების პროგრამაში, მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სახელმწიფო პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამა, სტაჟირების პროგრამა, საშუალო მომსახურეობა და სხვა. დასაქმებებთან პარტნიორობაზე აგებული მექანიზმით სააგენტომ წარმატებით უზრუნველყო შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების ანალიზი და შესაბამისი მომზადება-გადამზადების კურსების დაფინანსება. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაში 24 წელს მონაწილეობა მიიღო 3692 პირმა. მათ საშუალება მიეცათ შეესწავლოთ ახალი პროფესია, რომელიც დასაქმებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. დაიხვეწა დამსაქმებელთა ბაზები და მათთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა. 24 წელს ჩატარდა 7 დასაქმების ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო 240-ზე მეტმა დამსაქმებელმა და 1400-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა. 24 წელს 1416 დამსაქმებელმა მიმართა სააგენტოს და მათ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწოდებულ იქნა 16366 თავისუფალი სამუშაო ადგილი. ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებელთან გაიგზავნა 4085 სამუშაოს მაძიებელი. ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, იყო უამრავი გამოწვევა და დღემდე ბევრი გამოწვევა რჩება. მინდა გითხრათ, რომ კოლეჯების სისტემა საქართველოში დამკვიდრებული იყო და მუშაობდა, ბუნებრივია და ჩვენ მათთან მუდმივი კოორდინაცია გვაქვს განათლების სამინისტროს უნარების სააგენტოსთან განსაკუთრებით, ფაქტიურად ყოველდღიური ურთიერთობა, კოორდინაცია გვაქვს და საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს კონკრეტულად მათთან ურთიერთობაც და კოლეჯებთან და კოლეჯების ბაზაზე ჩვენი საქმიანობა. ჩვენ ვაფინანსებთ მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს, ბევრი განაცხადი შემოდის, რა თქმა უნდა, მუდმივი კონტროლი ხორციელდება იმისთვის, რომ ჩვენს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები მიზნობრივად დაიხარჯოს და მონიტორინგი არის მუდმივი, არის რა თქმა უნდა გამოწვევები, მათ შორის გვინდა სერვისების გაფართოება, გეოგრაფიული არეალი გაიზარდოს, სერვისების, კოლეჯების ჩართულობა წლიდან წლამდე იმატებს კოლეჯების ჩართულობა და მათ შორის ახალი პროფესიები, საინტერესო პროფესიები, რა თქმა უნდა, მუდმივად განახლებად რეჟიმში შემოდის ჩვენთან, ჭარბდება შესაბამისი კომისიის ხდომები და ესე მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებით. მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკა და კვლევები. 24 წელს სააგენტომ გააძლიერა კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა, ჩატარდა 3 ძირითადი სეგმენტური კვლევა და დამუშავდა სამოქმედო რეკომენდაციები. დაგროვებული მონაცემების საფუძველზე დაიგეგმება 25 წლის გადამზადებისა და დასაქმების პროგრამების მიზნობრივი მიდგომები. პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა როგორც შიდა სტანდარტების გაუმჯობესება, ასევე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, საერთაშორისო გამოცდილებას დაყრდნობით შემუშავდა არაერთი სამუშაო შიდა სტანდარტი და მეთოდოლოგია. რამდენიმე მსხვილ დონორთან გვაქვს დღემდე ჩვენ ურთიერთობა საკმაოდ აქტიური, GIZ-თან, ექსპერტის ფრანსესთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციოსთან
და სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩვენთან მუდმივ კოორდინაციაში მათ შორის ახორციელებენ საბაზისო დაფინანსებებს ცალკეული მიმართულებებით, ცალკეულ პროგრამებზე და საკმაოდ ნაყოფიერია ეს ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება. ცნობადობის ამაღლება და კომუნიკაცია მოქალაქეებთან. 24 წელს სააგენტომ განახორციელა საინფორმაციო კამპანიები, როგორც ციფრულ მედიაში პირისპირ ფორმატში რეგიონულ დონეზე გაიმართა ცხელი ხაზის საკომუნიკაციო სისტემა, მობზადდა ახალი ვებგვერდი. 24 წელს ჩატარდა 183 საინფორმაციო შეხვედრა, შეხვედრების ჯამში დაესწრო 2899 სამუშაოს მაძიებელი. სააგენტოს თანამშრომლები შეხვედრების პროგრამებში ადგილზე უზრუნველყოფდნენ სოფლად ცხოვრების მოსახლეობის ჩართვა სააგენტოს მიერ შემუშავებულ სხვადასხვა პროგრამებში. ცნობადობა ზოგადად საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა არის სააგენტოსთვის და ცნობადობის გაზრდა. ამის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება ჩვენი სერვისების განხორციელება და პროგრამების განხორციელება დამკვიდრება ადგილებზე. ჩვენ 24 წელს ამ საანგარიშო პერიოდს არ ეხება, მაგრამ მაინც გეტყვით 25 წელს დავიწყეთ შეხვედრები რეგიონალურ დონეზე გუბერნატორებთან, გუბერნიებში, მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან. გვინდა ჩვენი სერვისები, ჩვენი პროგრამები მათ გავაცნოთ. ჩატარდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა მცხეთათიანეთში, იმერეთის ხარაში, გეგმავთ სხვა რეგიონებშიც აქტიურად შეხვედრებს და გვინდა ქვემო ქართლში ასევე რუსთავში და გვინდა რომ ცნობადობა გაიზარდოს. სააგენტოს ცნობადობის გაზრდის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება საბოლოო შედეგებზე გასვლა და ვფიქრობ ამას ალტერნატივა არ აქვს. ძალიან აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს. საკმაოდ პოპულარულია ჩვენი გვერდი Facebook-ზე. შეგიძლიათ იხილოთ, შეგბრძანდეთ, დაგვიმეგობრდეთ. ბევრი საინტერესო ინფორმაცია იდება. მუდმივად ვაზიარებთ სიახლეებს და სოციალური ქსელებით, სხვა ქსელებით კომუნიკაცია არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. ჩვენი აზრით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ ჩვენი არსებობის თაობაზე, უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მათ გვერდზე უდგას, ახორციელებს ძალიან ბევრ საინტერესო პროგრამას და ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ადამიანების დასაქმებას და დასაქმების ძალიან დიდი პრობლემის მოგვარებას განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. და აქედან გამომდინარეა სწორედ ეს ფორუმები გახშირებული და სხვა არასტანდარტული მეთოდები, მათ შორის ბიზნესთან კომუნიკაციის და ურთიერთობის. სოციალურად დაუცველი პირების დასაქმება საზოგადოებრივ სამუშაოებზე. სააგენტო განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ეკონომიკური გააქტიურების ხელშეწყობა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამების მიზანია შრომის უნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის შრომის ბაზარზე გადამისამართება და გაძლიერება. პროგრამა მოიცავს სამ ალტერნატივას: საზოგადოებრივ სამუშაოების დასაქმებას, ღია შრომით ბაზარზე დასაქმებასა და არაფორმალური საქმიანობის ფორმალიზებას. ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს გასააქტიურებელი სამუშაო, ბევრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი, რომ მოწყვლადი ჯგუფები სრულად იყვნენ ადაპტირებულები და ჩართულები და მათ ალტერნატივა კარგად დავანახოთ ჩვენ მათი შრომითი პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, სააგენტო 25 და მომავალ წლებშიც გააგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას. 24 წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 31192 პირი. საერთო ჯამში პროგრამის დაწყებიდან 22 წლიდან საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩაერთო 39707 სოციალურად დაუცველი პირი, ხოლო საკუთარი საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა 2761 პირმა. ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 32804 პროგრამით მოსარგებლე. ეს ის პროგრამაა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გამოაცხადა 21-22 წლებში და დაიწყო ამ წლებში. და უამრავი სურვილი ეყოლებოდა, ბუნებრივია ამ პროგრამას ეს გამიზნულიც იყო იქითკენ, რომ ათასობით და 10000-ობით ჩვენ თანამოქალაქეს შეძლებოდა ამ პროგრამაში ჩართულობა. უკვე 3 წელია, ხო, რაც მიილია, ჩვენ ამ პროგრამას ვახორციელებთ, მე-4 წელი დაიწყო უბრალოდ, ხო? ხო, 26 წლის მარტში 4 წლიანი პერიოდი სრულდება და ჩვენ უნდა დავდოთ პირველი შედეგები ამ პროგრამის და მათ შორის უნდა შევთავაზოთ საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას ალტერნატივები.
როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ეს პროგრამა, დიზაინი როგორ შეიძლება უკეთესი გახდეს ამ პროგრამის, როგორ მივიდეთ ყველა სოციალურ დაუცველ პირამდე, შევთავაზოთ მათ მომზადება, გადამზადება, დასაქმება, ღია შრომის ბაზარზე ლეგალურად გამოსვლა და ფიქრობ ხელოთ იმისა, რომ აქ არის პრობლემები ბუნებრივია, მაინც ამ პროგრამამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით ძალიან ბევრი ოჯახისთვის იყო ერთადერთი შეღავათი იმ წლებში, ერთ-ერთი გამოსავალიც უფრო მეცაც გეტყვით აქ სოციალურ დაუცველ ადამიანებზე საუბრობ ჩვენ და ეს ხელის შეშველება, გვერდზე დგომა, თანაზიარობა აუცილებელი იყო, უალტერნატივა იყო, მე ძალიან კარგად მესმის, მაგრამ წლებთან ერთად მათ შორის აუცილებელია რომ პროგრამის გარკვეული ელემენტები დაიხვეწოს, დიზაინით შესაძლებელია შეიცვალოს, რა თქმა უნდა უკეთესობისკენ და ამ ადამიანებს უკეთესი მომავლის პერსპექტივა უფრო თვალხილულად და თვალნათელად გაუჩინოთ. სააგენტო აქტიურად ახორციელებდა საანგარიშო პერიოდში დროებითი ლეგალური შრომითი მიგრაციის სახელმწიფოთა შორისო სქემებს, რაც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას უსაფრთხოდ და კონტრაქტის საფუძველზე დასაქმდნენ პარტნიორ ქვეყნებში. 20 წელს გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის გაიცა 1200 სამუშაო ნებართვა. ისრაელში პროგრამის განხორციელება დროებით შეფერხებულია იქ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. აქაც არ დაგიმალავთ და არის რამდენიმე შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ჩვენ ყველაფერს. თქვენ იცით რომ ჩვენ შრომით ბაზარზე აქვე ჩვენთან გვაკლია კვალიფიციური კადრები, ძალიან გვაკლია, თანაც დეფიციტური გვაქვს უამრავი მიმართულება, პროფესია და მე ცოტა სიფრთხილით მოვეპყრობოდი ჩვენი მოქალაქეების ათასობით და ასობით მოქალაქის გაგზავნას, თუნდაც ეს იყოს მეგობარი ისრაელში ან სხვაგან. აი ბატონმა ლადომიცის მაგალითად რამხელა პრობლემა გვაქვს ექთნებთან, მედდებთან დაკავშირებით. და მე არა ვარ იმის მოსურნე, რომ ასობით ჯერ სათქვავს ამდენი მედდა და ასობით მედდა ჩვენ მომვლელად და მომვლელი სტატუსით თუნდაც გავაგზავნოთ სხვადასხვა ქვეყნებში სამუშაოდ. აქ უკვე ამ მიმართულებით არის უამრავი ვაკანსია. ხელფასები ძალიან გაზრდილია ამ მიმართულებით და ადამიანებს აქ გაუჩნდათ საქართველოში კონკრეტულად ამ მიმართულებით დასაქმების ბრწყინვალე პერსპექტივები. ამიტომ მე წინამდეგი ვიქნებოდი, რომ ესე ხელაღებით ჩვენ ადამიანები გაგვეშვა უცხოეთში სამუშაოდ, მით უმეტეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ბევრი პრობლემებია სხვადასხვა თვალსაზრისით. ხა პრობლემების ჩამოთვლას მე არ დავიწყებ და არც ქვეყნების ცოტა არაეთიკური იქნებოდა ჩემი მხრიდან, მაგრამ არ დაგიმალავთ, არის ქვეყნებიდან შემოთავაზება და ჩვენ გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით ამას ყველაფერს და ფიქრობთ, რომ აქ საქართველოში დასაქმების უკეთესი ალტერნატივები შეუქმნათ ჩვენ მოქალაქეებს, ვიდრე ისინი გავაგზავნოთ უცხოეთში სამუშაოდ. შრომის ბაზრის მართვის პლატფორმა WorkNet-ის განვითარება. შრომის ბაზრის მონაცემების ეფექტური მართვის მიზნით მიმდინარეობს WorkNet-ის სისტემის სრული განახლება, ახალი საინფორმაციო სისტემა შეიქმნება თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფს მონაცემების ანალიზსა და ბენეფიციარების ვაკანსიებთან ავტომატურ კავშირს. 20 წელს უკვე მომზადდა სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლების მოდულები, განსაზღვრულია კავშირების ლოგიკა და დასრულებულია პირველი ფაზის დანერგვის გეგმა. პროცესში აქტიურად მონაწილეობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სამინისტროს, სააგენტოს, IT სპეციალისტებისა და ევროკავშირის ექსპერტებისგან შედგება. სისტემის სრულად ამოქმედება დაგეგმილია 25 წლის ბოლოსთვის. აქაც ექსპერტის ფრანსე და მსოფლიო ბანკი ჩვენ ძალიან გვეხმარება. ფაქტიურად ეს დასრულებულია WorkNet-ზე მუშაობა. WorkNet-ი დღემდე არსებობს, მაგრამ WorkNet-ს აქ საკმაოდ დიდი პრობლემები შექმნილია რამდენიმე წლის უკან და მოძველდა მონაცემთა ბაზაც და მასში წოდომის ელემენტებიც. აქედან გამომდინარე თავარი არის რომ WorkNet-ი იყოს გამართული, ჩამოყალიბებული, ხელმისაწვდომი და მარტივად აქმადი
ჩვენი მოქალაქეებისთვის. მე ორქნეთს დავარქმევდი რაღაცა ერთგვარ კარიბჭეს დასაქმების სისტემაში და ეს კარიბჭე თუ გამართული არ არის, რა თქმა უნდა, სისტემაც ვერ იქნება გამართული და იქნება ხარვეზიანი. ამიტომ ორქნეთი უნდა იყოს კარგად ჩამოქნილი, კარგად ფუნქციონირებადი და მარტივად ასაქმელი. არის მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტიც ჩავაშენოთ. ძალიან მოდური გახდა ეს ყველაფერი და ჩვენ ეს ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვეობას. ვცდილობთ, რომ ხელოვნური ინტელექტიც ჩაშენდეს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ამაზე მუშაობთ სოფლიო ბანკთან და სხვა კოლეგებთან, მათ შორის ფრანგ კოლეგებთან ერთადაც, მაგრამ ორქნეთი ახალი გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ერთ თვეში, მაქსიმუმ ორ თვეში გაიშვება და შემდეგ ხელოვნური ინტელექტის ჩაშენებაზე მასში მომავალში ვიფიქრებთ. დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო წლიდან წლამდე ვითარდება ეტაპობრივად და აუმჯობესებს რესურსებსა და კომპეტენციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 20 წელს სააგენტომ აქტიურად გააგრძელა მუშაობა სააგენტოს შესახებ ცნობიერების გაზრდის ხელშესაწყობად. ამ მიზნით რეგიონალურ დონეზე შექმნილი მობილური ჯგუფები საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და საჭიროებისამებრ ადგილებზე აწვდიდნენ შესაბამის სერვისებს. გარდა ამისა, სააგენტო აქტიურად მუშაობს დაინტერესებულ ჯგუფებთან, დასაქმებლებთან, დასაქმებულთა ასოციაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი ინტერესი სააგენტოს საქმიანობის მიმართ. 25 წელს სააგენტო გააგრძელებს ინსტიტუციურ განვითარებას, რომლის ფარგლებში გაძლიერდება სააგენტოს წარმომადგენლობა მუნიციპალურ დონეზე, დაიხვეწება და გადაიხედება დასაქმების პროგრამები, გაძლიერდება სააგენტოს კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა. ჩამოთვლილი ღონისძიებების გატარება თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობის გაზრდაზე და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ძირითადი სტატისტიკურ მონაცემებს მოგახსენებ და ამით დავასრულებ. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირდა 8484 სამუშაოს მაძიებელი, მოწყვლად და დაბალ კონკურენტიანი სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 267 მოწყვლად პირს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება. საშუალო მომსახურება მიეწოდა 4095 სამუშაო მაძიებელს. 24 წელს ჩატარდა 7 დასაქმების ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო 240-ზე მეტმა დამსაქმებელმა, ანუ კომპანიამ და 1400-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა. სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 24 წელს 20 დამსაქმებელი და 91 სამუშაოს მაძიებელი. ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 93 სამუშაოს მაძიებელი. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადების მოკლევადიან პროგრამებში კოლეჯების გავლით მონაწილეობა მიიღო 3692 პირმა. გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე გაიგზავნა 1200 პირზე მეტი. 20-24 წლების სტატისტიკური მონაცემებიც გვაქვს წარმოდგენილი ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავია და რა თქმა უნდა 25 წელს ჩვენ გვაქვს ჩვენი რაღაც ნიშნულები დადგენილი ზღვრული, რომელსაც უნდა მივახციოთ და გადავაჭარბოთ კიდევაც გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის ამ ქვეყანაში და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხშირად საუბრობს ხოლმე ამ პრობლემაზე და ფიქრობ ამ მიმართულებით ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. ბატონო გიო, თქვენ რაღაც გაინტერესებდათ ახალგაზრდობის მიმართულებით რა მიღწევები, რა ძვრები ქონდა ჩვენ. მე მაქვს მოკლედ მომზადებული ამ მიმართულებითაც ანგარიში რასაკეთებს სააგენტო ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების და პროგრამების განვითარების თვალსაზრისით, გეტყვით ორი სიტყვით. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ახალგაზრდობის შრომით ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების შემთხვევაში, რომლებიც არ სწავლობენ და არც მუშაობენ, ეგრეთ წოდებული ნიჭ კატეგორიები. ამ ჯგუფის იდენტიფიცირება და სახელმწიფო სერვისებში მათი ჩართვა მნიშვნელოვანი და საკმაოდ რთულად მისაღწევი ამოცანა არის. სააგენტო მიზანმიმართულად მუშაობს ახალგაზრდების ინფორმირებაზე, სერვისების მიმართ ცნობადობის დასა და მათ სახელმწიფო პროგრამების ჩართულობაზე. ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები მოიცავს როგორც პროფესიულ განათლებას, ისე კარიერის დაგეგმვასა და დასაქმებაში ხელშეწყობას. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, ჩვენთან არსებობს ამგვარი პროგრამა, დაეუფლონ მათთვის საინტერესო სფეროს და სწავლის პროცესებში სახელმწიფოსგან მიიღონ სტიპენდია. ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით. სტაჟირების დასრულების შემდეგ კი დასაქმდნენ.
აღსანიშნავია, რომ ყოველთვიური სტიპენდია გასულ წელს 200 ლარი გახდათ და წელს ეს თანხა გაიზარდა და გახდა 400 ლარი და ამან ეგრევე იმოქმედა რიცხონობაზე იმ ახალგაზრდებისა, რომლებმაც დაიწყეს ამ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ სტაჟირების პროგრამები ახალგაზრდების მიმართულებით ძალიან ამართლებს. თქვენ იცით ბატონი პრემიერის პროგრამა სტაჟირების, რომელშიც ათასობით ახალგაზრდა ჩაერთო. მე მინდა გითხრათ, ჩვენი მაგალითი მიგრაციის სამმართველოში სტაჟირებით ავიყვანეთ 2 ბრწყინვალე ახალგაზრდა ადამიანი, 2 გოგონა, რომლებმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეს და უკვე შევთავაზეთ მათ დარჩენა სამინისტროში და არათუ შევთავაზეთ, არამედ ხელშეკრულებები გაუფორმეთ უკვე და დაიწყეს მათ მუშაობა უკვე. არა სტაჟიორები არიან, არამედ ჩვენი კოლეგები არიან უკვე. და ასე ამ პრემიერის ამ ინიციატივამ ძალიან კაი გამოხმაურება პოვა და მე ვიცი სხვა სამინისტროებიდანაც, რომ უამრავი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელსაც უნდა დასაქმება, შრომითი კარიერის გაგრძელება საჯარო სამსახურში და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ამ ადამიანებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა მოკლევადიანი პროფესიული მომზადება, გადამზადება, რომელიც ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ სთავაზობს მოკლევადაში ახალი პროფესიების შესწავლას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. პროგრამა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქალაქში და მოიცავს ათეულობით მოთხოვნად პროფესიას 50-ზე მეტ კოლეჯში. აქაც ძალიან ბევრი მაგალითია, როცა პროფესიული სწავლების შემდეგ ახალგაზრდები კონკრეტულ სფეროში ცოდნას კიდევ უფრო იღრმავებენ და იწყებენ საკუთარ ბიზნესს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხელფასის სუბსიდირების პროგრამას, რომელიც გათვლილია მოწყვლად ჯგუფებზე, შეშემოწმო სტატუსის მქონე პირებზე, იძულებით გადაადგილებულებზე, სოციალურ დაუცველებზე, სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ ახალგაზრდებზე. პროგრამის ფარგლებში დამსაქმებლის მიერ დანიშნული ხელფასის 50%-ს პირველი 3 თვის განმავლობაში სახელმწიფო ფარავს, რაც რეალურად ზრდის დასაქმების შესაძლებლობას ამ ჯგუფებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდებისთვის ეს პროგრამა, რომლებიცაც პირველადი ადაპტაცია სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანი კომპონენტი წარმოადგენს სააგენტო სერვისები, რომლებიც პროფესიული განვითარების და დასაქმების პროცესში ასევე მნიშვნელოვან მხარდაჭერას სთავაზობს ახალგაზრდებს, მათ შორისაა საშუალო მომსახურეობა, კარიერის დაგეგმვა, პროფორიენტაცია, დასაქმების ფორუმები და მასობრივი გასაუბრებები, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ უშუალოდ შეხვდნენ დამსაქმებელს და წარადგინონ საკუთარი თავი, შეეძინონ გასაუბრების გამოცდილება. თუ გავაანალიზებთ გასულ წლებში ახალგაზრდობის ჩართულობის პროგრამებსა და სერვისებში, სამწუხაროდ ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან და ერთვებიან სახელმწიფო სერვისებში, სწორედ ამიტომ სააგენტო აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას. Azaz me გესაუბრეთ და ცდილობს კომუნიკაციის იმ პლატფორმების ათვისებას, რომელიც მათთვის ბუნებრივი და კომფორტულია. სააგენტოს შესახებ სიახლეებს და ზოგადად ინფორმაცია შეგიძლიათ გაიცნოთ როგორც სოციალურ მედიაში, ასევე ვებგვერდის დახმარებით. ვებგვერდი ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და ძალიან მალე ის ხელმისაწვდომი გახდება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. რაც ეთნიკური რეგიონის ახალგაზრდებს დაეხმარება მეტი შეიტყვონ ჩვენი პროგრამებისა და სერვისების თაობაზე. სააგენტო წარმოდგენილია თბილისსა და 10 რეგიონში, ასევე 7 მუნიციპალურ ერთეულში. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და მუშაობთ ურად შეიძლება მალე ყველა მუნიციპალიტეტი დავფაროთ. ამასთანავე სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომის გაზრდის მიზნით სააგენტომ ჩამოაყალიბა მობილური ჯგუფები, რომლებიც აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სოფლად ცხოვრობ მოქალაქეებთან და მათ შორის ახალგაზრდებთან. ჩვენი კონსულტანტები მიდიან სოფლებში და ადგილზე სთავაზობენ ჩვენ სერვისებს და პროგრამას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. მიმდინარე წელს სააგენტომ აქტიურად იმუშავა ახალგაზრდებთან უნარების სააგენტოსთან ერთად ინტეგრირებული პროფესიული სწავლების ნაწილში და მასში ჩართულ 1000-ზე მეტ მოსწავლეს კარიერის მასტერკლასები ჩაუტარდა ჩვენი გამოცდილი ტრენერების დახმარებით. ეს თანამშრომლობა გრძელდება, ამაში საჯარო სკოლები არიან ჩართული და იქ ტარდება ეს მასტერკლასები. მე პირადად გახდით ამ მასტერკლასებზე, რამდენიმე მასტერკლასზე ჩემ კოლეგასთან ქალბატონ ბაიაკვიციანთან ერთად და ეს ძალიან კარგი წამოწყებაა და ამას ჩვენ გავაგრძელებთ მომავალში. აქტიურად ხვდებით და ვაცნობთ სააგენტოს როგორც უმაღლეს სასწავლებლის, ასევე პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს. გასული წლის ოქტომბერში ჩვენ ჩავატარეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის კურსდამთავრებულთა ფორუმი, რათა ამ ახალგაზრდებს დავეხმაროთ ღირსეული შრომის მოძიებაში. ასევე მიმდინარე თუ ეს გვაქვს იურისტთა ფორუმი, ფაქტურად ხვალ შვიჩი ზეგ
ფორუმი, რომელიც ახალგაზრდებს კარგ შესაძლებლობას აძლევს კარიერის დასაწყისში შევახვედროთ დამსაქმე ბელს. ეს ჩვენთვისაც უნიკალური გამოცდილება, ამგვარი ფორუმი პროფესიაზე მკვეთრად ორიენტირებული, რომელიმე პროფესიაზე ჩვენ ფაქტურად არ ჩაგვიტარებია, დავავიწროვეთ რაღაც მასშტაბი და დავაკვირდებით რა შედეგებს მოგწევს ეს ფორუმი და გამომდინარე აქედან შეიძლება სხვა პროფესიების მიმართულებითაც ამგვარი ფორუმები ჩავატაროთ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აგრძელებს მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ახალგაზრდებმა დაინახონ პერსპექტივა სახელმწიფოს ხარდაჭერით, საკუთარი გზის მოძიებისა და ღირსეული დასაქმების კუთხით. პირველი კვარტლის შედეგებს მოგახსენებთ ამ თვალსაზრისით 25 წლის, ანუ ამ წლის სააგენტოს თანამშრომლებმა კონსულტირება ჩაუტარეს 519 ახალგაზრდას, საგზური გამოუწერეს 2099 ახალგაზრდას და დასაქმდა აქედან 191 ახალგაზრდა. 25 წლებში მოგახსენებთ სტატისტიკას, სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 246 ახალგაზრდა, პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამით ისარგებლა 2528 ახალგაზრდამ, სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან კონსულტირება გაეწია 9724 ახალგაზრდას, სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან გამოიწერა ახალგაზრდებისთვის 4208 საგზური, სულ დასაქმდა ამ პერიოდში არასრულ 4 წელიწადში 5531 ახალგაზრდა. ვფიქრობ უნდა გავზარდოთ ჩვენ ეს ციფრები და აქტიურობა ამ მიმართულებით, ამას ალტერნატივა არ აქვს და მეტი დასაქმების პერსპექტივა უნდა შევთავაზოთ ჩვენ ახალგაზრდებს და ამ მიმართულებით და ჩვენ გვაქვს გეგმები, რომელსაც მომავალ თვეებში ანგარიშების წარმოდგენისას რა თქმა უნდა მოგახსენებთ. ცოტა გამიგზელდა სიტყვა, იმედია ჩავეტია. მადლობა. დიდი მადლობა. კოლეგებს მინდა ვთხოვო სხვა სამინისტროებიდან, რომ თავის კონტექსტში რომ თლიანად ესე ვთქვათ ანგარიში მოვისმინოთ და შემდეგ გადავიდეთ ალბათ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. ხავტონ ნინო. კი ბატონო, მოგესალმებით. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ჩვენს ნაწილში ინფორმაციას, რომელიც პრინციპში ძირითადად შეეხება სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან განხორციელებულ იმ სახელმწიფო პროგრამებს, რომელიც პირველ ყოვლისა მიზნად ისახავს ჩვენი ფერმერების მხარდაჭერას და ბუნებრივია საბოლოო ჯამში სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმების ხელშეწყობას. ამგვარი პროგრამები არაერთი გვაქვს ჩვენ, რომელსაც ვახორციელებთ და ყოველწლიურად მზარდი არის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება მსგავსი პროგრამების და ბუნებრივია ეს ყველაფერი მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ვაწარმოოთ, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტო მაჩვენებლები გავზარდოთ ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა მიზნობრივად ხელი შეუწყოთ ჩვენს ფერმერებს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას. ამ მიმართულებით გამოვყოფდი ბუნებრივად რამოდენიმე პროგრამა, სადაც მათ შორის ჩვენ გვაქვს საორიენტაციო ციფრები დასაქმების და ეს ციფრები საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრებია, შეიძლება ასე ითქვას. დავიწყებ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, რომელიც უკვე მრავალი წელია მოგეხსენებათ ხორციელდება და გასულ წელს დაახლოებით 5300-მდე ბენეფიციარი ყავდა. ჯამში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით თუ საუბრობთ, სოფლის განვითარების სააგენტომ გასულ წელს 13 პროგრამა განახორციელა სახელმწიფოს ხელშეწყობით. აგროკრედიტის გარდა გვაქვს დანერგემომავალის პროგრამა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია მრავალწლოვანი კულტურების, ასე ვთქვათ, განვითარებას უწყობს ხელს და ეს თავის მხრივ კავშირშია იმასთან, რომ ჩვენ უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა ავითვისოთ და გავაშენოთ თანამედროვე ხეხილის ბაღები, რომელიც როგორც საშუალებას მოგცემს, რომ ასე ვთქვათ, ადგილობრივი ბაზარი დავაკმაყოფილოთ, ასევე საექსპორტო პროდუქცია შევქმნათ. აქ ჩვენ ყავდა დაახლოებით 368 ბენეფიციარი გასულ წელს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა გახლავთ გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, როდესაც საუბრობთ სოფლის მეურნეობის სექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებაზე, გადამამუშავებელი საწარმოების გარეშე ბუნებრივია ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც თუნდაც ადგილობრივი თუ საექსპორტო ბაზრისთვის მზადდება, ჩვენ გვჭირდება თანამედროვე გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამით 48 ახალი საწარმო შეიქმნა მხოლოდ გასული წლის განმავლობაში.
განმავლობაში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. გვაქვს ისეთი პროგრამები, როგორიც არის ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, სადაც 128 გაფორმებული ხელშეკრულება გვაქვს გასულ წელს, ასევე კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები და მათ შორის მიზნობრივი პროგრამები ბიოწარმოების ხელშეწყობისთვის და საპილოტო პროგრამა ქალებისთვის, სადაც 63 ბენეფიციარი ყავდა გასულ წელს. ციფრებით რო ვისაუბროთ უშუალოდ დასაქმების მაჩვენებელთან მიმართებით, რადგან ეს კონკრეტული მიმართულება გვაინტერესებს ჩვენ წარმოდგენილ რანგარიშში, შეგავეთიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 2024 წელს ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე დაახლოებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში 17300 შეადგენდა, საკმაოდ მაღალი არის მაჩვენებელი. დანერგემომავლის პროგრამის ფარგლებში 2020 წელს მუდმივად დასაქმებული ადამიანების რაოდენობა დაახლოებით იყო 13800, ხოლო სეზონურად ეს ციფრი გაცილებით უფრო მაღალია და დაახლოებით 56000 აღწევს. შემნახველი და გადამამუშავებელი პროექტის ფარგლებში 2024 წელს დასაქმებულ პირთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2900 ადამიანს. აქ ჩვენ საუბრობთ ძირითადად ბუნებრივ რეგიონებში არსებულ წარმოებზე. ჩაის პროგრამის ფარგლებში 2024 წელს დასაქმებულ პირთა რაოდენობა დაახლოებით 550 შეადგენს, ხოლო სეზონურად ეს ციფრი გაორმაგებულია და 1000 ადამიანს აღწევს და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სრულად თანადაფინანსება, რაც სახელმწიფოს მხრიდან გასულ წელს ამ სახელმწიფო პროგრამებით გაიცა დაახლოებით 300 მილიონამდე არის და ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრი არის, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება ერთის მხრივ, რომელიც ქმნის ღირებულებათა ჯაჭვს რეგიონებში და ის ციფრები, რაზეც ვისაუბრე, ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სექტორში ჩვენი მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, რაც რა თქმა უნდა წელსაც გაგრძელდება სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროექტები, მთელი რიგი ახალი პროექტები და ინიციატივები გვაქვს ჩვენ სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართულებით და ასევე არსებულ პროგრამებში ისეთი ცვლილებები, რომელიც მორგებული არის ფერმერთა საჭიროებებზე და რომელიც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ამ სექტორში მოვიზიდოთ, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ადამიანი და საბოლოო ჯამში შევქმნათ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, როგორც ადგილობრივ, ისევე საექსპორტო ბაზრებისათვის და განათლების ნაწილზე ვიტყვი ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ბუნებრივია გვესმის, რომ ხა ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, აქ აუცილებელი არის, ასე ვთქვათ, კადრები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ჩვენ დავიწყეთ, ასე ვთქვათ, არაერთი პროგრამა და პროექტი ამ კუთხით, მათ შორის ბატონმა გიამი საუბრა სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაზე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე, რომელიც ჩვენი უწყებისთვისაც საკმაოდ, ასე ვთქვათ, გამოსადეგი და მნიშვნელოვანი გახდა და ძალიან კარგი ინიციატივა, მხოლოდ გასულ წელს უწყების ფარგლებში დაახლოებით 12 პირი დავასაქმეთ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში და რა თქმა უნდა, მათ შევთავაზეთ ასევე დასაქმების შესაძლებლობა ჩვენივე უწყებაში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც, ასე ვთქვათ, არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობს ჩვენ სისტემაში, მუდმივად ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის ტრენინგების და თანამედროვე, ასე ვთქვათ, მოკლევადიანი კურსების ჩატარებას, რაც საშუალებას აძლევს სოფლის მეურნეობის სექტორით დაინტერესებულ პირებს, რომ სხვადასხვა მომზადების და გადამზადების პროგრამები გაიარონ და ამ მიმართულებითაც ყოველწლიურად, ასე ვთქვათ, მზარდი არის სტატისტიკა. რა თქმა უნდა, ჩვენ თანამშრომლობთ ასევე განათლების სამინისტროსთან იმისთვის, რომ ამ დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფომ, ასე ვთქვათ, გარკვეული დამატებითი შეთავაზებები შესთავაზოს სტუდენტებს და მათ შორის პროფესიულ სასწავლებლებთან, სადაც ყოველწლიურად, ასე ვთქვათ, მზარდი არის რაოდენობა სტუდენტებისა, რომელიც დაინტერესებული არის, რომ შეისწავლოს ისეთი პროფესიები, რომელიც გამოსადეგია სოფლის მეურნეობის კუთხით, ისევე როგორც გარემოსდაცვის მიმართულებით. ეს არის ძალიან მოკლედ ჩვენი მხრიდან იმ საკითხებთან მიმართებით, რაც უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებას ეხება და ბუნებრივია თუ არის კითხვები მზად ვარო დამატებით გიპასუხოთ. მადლობა. მადლობა განათლების სამინისტროს კუთხით. კარგით. მაშინ ასე ვთქვათ, სანამ კითხვებზე გადავალთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ წარმოდგენილი ინფორმაციისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყოველწლიურად ხდება ამ ანგარიშის პარლამენტში განხილვა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯერ კიდევ
წინა საარჩევნოდ განსაზღვრეთ, რომ ორი მთავარი პრიორიტეტი აქვს ქართული ოცნების გუნდს, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეს არის სიღარიბის დამარცხება და სიღარიბის დამარცხების კონტექსტში, რა თქმა უნდა, დასაქმების კომპონენტი და ღირსეული ანაზღაურების კომპონენტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ნახეთ გასულ კვირას გამოქვეყნებული საერთაშორისო ინდექსები, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თუ არ ვცდები, როგორც მახსოვს, გამოაქვეყნა და ამ კუთხით არა მარტო ის კომპონენტი, რომ ეკონომიკური წინსვლა არის აღიარებული, არამედ აღიარებულია ის მოცემულობები, რომელიც ამ პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე თვითოული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება. რა თქმა უნდა, თვითკმაყოფილებაზე არავინ არ არის და ჩვენ ვიაზრებთ იმას, რომ გამოწვევები ჩვენს წინაშე არის, თუმცა ვხედავთ იმასაც, რომ წლიდან წლამდე სიღარიბესთან ბრძოლა უფრო ეფექტიანია, ამის კონკრეტული მოცემულობები და მაჩვენებლები რეალური არის და ბიუჯეტიდან მიზანმიმართულად და სწორად წარმართული თანხები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ეხიდება და გარკვეულწილად თავის პოზიტიურ გავლენას ახდენს. ახლა რაც შეეხება უშუალოდ წარმოდგენილ ინფორმაციას, მინდა პირველ რიგში განსაკუთრებული მადლობა გითხრათ, რომ ახალგაზრდებზე გააკეთეთ აქცენტირება, იმიტომ რომ ეს ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული მიმართულება არის. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის სეგმენტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ეგრეთ წოდებული NEET ახალგაზრდები, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, თუმცა ჯერ კიდევ ლავაც გამოწვევად რჩება და განსაკუთრებით ეს აქტუალური არის უფრო რეგიონებისთვის და შესაბამისად ამ კუთხით აი ეს სააგენტოები, რაზეც ბატონო გია თქვენ ბრძანეთ, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეიტანს, ჩვენ დარწმუნებული ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო ასე ვთქვათ, დიდხნიანი ისტორია არ გააჩნია, ჩვენ ვხედავთ, რომ მის მიმართ სანდოობა არის, იმიტომ რომ იგივე ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც თქვენ წარმოადგენთ, არის ერთგვარი შეფასების მომცემი კომპონენტი გამომდინარე იქიდან, რომ ათასობით ადამიანი მიმართავს კონსულტაციის მისაღებად, დაკვალიანებისთვის, გარკვეული ხელშეწყობისთვის და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის მხოლოდ კონსულტაცია, არამედ რეალურ შედეგებზეც გავდივართ. ეს მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული არის. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ იმ მთავარ მიზნის მიღწევას ეხიდება და შეესაბამება. თუმცა ჩვენ ზუსტად რამდენიმე წუთის წინ, სანამ თქვენ მოხსენება დაიწყებოდა, ვსაუბრობდით ქართული ენის მნიშვნელობაზე და სახელმწიფო ენის როლზე და მის გაძლიერებაზე სასწავლო პროცესში. რა თქმა უნდა, აქ საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ახალგაზრდების სეგმენტში 93%-ში უკვე კვლევით, რომელიც ქალბატონმა თეა ახვლედიანმა და მისმა სამინისტრომ წარმოადგინა ერთი თვის უკან, გვაქვს საკმაოდ იმედის მომცემი შედეგები, რომ 93% ახალგაზრდებში ენის ცოდნა საკმაოდ კარგ დონეზე არის, რაც რა თქმა უნდა მათ ინტეგრირებას ამ პროცესებში, მათ კარიერულ წინსვლას განსაკუთრებით ხელს შეუწყობს. თუმცა მე იმაში მინდა დაგეთანხმოთ, რომ საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე კვლავაც ვდგევართ და აქ ერთ-ერთი მომენტი არის, მე მახსოვს გასულ წლებში, როდესაც ჩვენ ანალოგიურ ანგარიშს წინა წლებთან მიმართებაში ვიხილავდით, იყო ცნობიერების კუთხით გამოწვევა. თუნდაც ვებგვერდი, რომელიც თქვენ გაქვთ და რომელზეც ათასობით და 10,000-ობით კონკრეტული ვაკანსია არის მოთხოვნილი, ჩვენ დავინახეთ, რომ საზოგადოებისთვის იმდენად ცნობადი არ არის. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ინფორმაცია, ახლა რაც თქვენ გააჟღერეთ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით, რომ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მე მაგალითად მოუწოდებდი ყველას ჩემ კოლეგებს, რომ მაქსიმალურად დაუმეგობრდეთ ამ ვებგვერდს და გადავაზიაროთ ის ინფორმაციები, რომელიც ამ ვებგვერდზე არის, რაც ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას და საზოგადოების უფრო მეტ ინფორმირებას. იმიტომ რომ
რომ თვითონ ჩვენთაგან ყავს ასობით და ათასობით ასე ვთქვათ დამეგობრებული ადამიანი და დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა სეგმენტზე ეს ინფორმაცია თავის პოზიტიურ გავლენას იქონიებს. ამიტომ ეს ის მომენტი არ არის რომ ჩვენ მარტო სამინისტროებს მოვთხოვოთ და ვთხოვოთ რომ ამ კუთხით იმუშაონ, არამედ ჩვენც შეგვიძლია რომ ამაში პოზიტიური დღის წესრიგი ვითამაშოთ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი და ამ კუთხით ჩემი თხოვნა იქნება რომ მაქსიმალურად ამ ინფორმაციის გავრცელებას ხელი შევუწყოთ. მეორე მომენტი არის ის რომ ჩვენ დღესდღეობით ძალიან ბევრი დეფიციტური პროფესია გვაქვს. თქვენ მოგეხსენებათ რომ პარლამენტს მიღებული აქვს სპეციალური კანონი დეფიციტური პროფესიების შესახებ. მე მაგალითად მივესალმებოდი რომ ამ კანონის საჭიროება არ გქონდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავამახვილოთ პროფესიული სწავლების კომპონენტზე, რომლის მნიშვნელობა და როლი დღითიდღე იზრდება მით უმეტეს იმ შთამბეჭდავი და მართლაც გამორჩეული ეკონომიკური პროგრესის ფონზე, რომელიც საქართველოში ბოლო რამდენიმე წელიწადში შეინიშნება და თუნდაც ბოლო ერთმა კვარტალმა ჩვენ გვაჩვენა, რომ საშუალოდ 9.3% ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ წამყვანი ქვეყნისთვისაც კი შესაშური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოწვევად რჩება ის, რომ ყველა პროფესიის ადეკვატური დაკმაყოფილების რესურსი ჯერჯერობით არ არის, თუმცა მისასალმებელია როგორც თქვენი სამინისტროს, ასევე სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თავის ჭრილში და რა თქმა უნდა განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა ახალგაზრდობის სამინისტროს საქმიანობა პროფესიულ კონტექსტში, სადაც გაზრდილია თანამშრომლობა კერძო სექტორთან და ერთობლივი პროექტები არის განხორციელებული, რამაც დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ ასე ვთქვათ პროცენტულად გაზარდა და ამან მოგცა შესაძლებლობა რომ უფრო მეტი ინტერესი გამოწვეულიყო. ასევე თქვენ ბრძანეთ და ჩვენ ბატონ დავითთან ერთად სულ რაღაც 10-ოდე დღის უკან ბოლნისის ნომერ 1 საშუალო სკოლას ვესტუმრეთ, რომელიც ჩართული არის იმ პილოტირების პროექტში, რომელთაც 20 ზოგად საგანმანათლებლო სკოლა 1 სექტემბრიდან ახორციელებს დამამთავრებელ მე-11-მე-12 კლასებში პროფილურ სწავლებას პროფესიული სწავლების კუთხით და შემდეგი სასწავლო წლიდან ამ სკოლათა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ საკუთარი თვალით დავრწმუნდით ამ პროგრამების მნიშვნელობაზე ახალგაზრდებში და მათ გაზრდილ ინტერესზე. დავინახეთ იქ არსებული გარკვეული გამოწვევები, რომელზეც ჩვენ სამინისტროსთან დაწყებული გვაქვს კონსულტაციები, რომლის გადაჭრის შემთხვევაში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უფრო მზარდი იქნება ინტერესი და რაც მთავარია, სკოლის პედაგოგებსაც და დაინტერესებულ მოსწავლეებსაც აქვთ სურვილი რომ იყოს დანერგილი არაერთი პროგრამა, რომელიც მათ ალტერნატივას შესთავაზებს და უფრო მეტი ჩართულობის და ინტერესის სფეროს დაკმაყოფილების შესაძლებლობას მოგცემს. მე მოდით გიხდით რომ ცოტა ესე ვთქვათ გამიგრძელდა ეს შესავალი სიტყვა, მაგრამ აბსოლუტურად ეს არის პროვოცირებული თქვენი ანგარიშით და თქვენი მოხსენებით და შესაბამისად კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მე ერთი მარტივი კითხვა მექნება და შემდგომში კოლეგებს ვთხოვ რომ ასევე მათი მხრიდან შეკითხვები ის ადამიანები რომლებიც საქმდებიან შესაბამისი სააგენტოს ხელშეწყობის საფუძველზე რა დონემდე მივდევთ ჩვენ მათ ისტორიას ეს მაინტერესებს ანუ დასაქმდნენ და მე არ გვაინტერესებს თუ მე რაღაცა პერიოდულობით ხდება მათთან ასე ვთქვათ კომუნიკაცია რომ უკავშირი გავიგოთ დაწინაურდნენ სხვა სამსახურში გადავიდნენ უკეთესი პირობებით თუ როგორ არის ეს მოცემულობა ერთი მეორე საშუალო ანაზღაურება თუ არის დათვლილი დაახლოებით აი რა საშუალო ანაზღაურებაზე გავდივართ იმ ადამიანების რომლებიც თქვენი ხელშეწყობით საქმდებიან და ასევე ძალიან საინტერესო იქნება შეიძლება გქონდეთ ეს ასევე დათვლილი აი იმ ადამიანებს შორის რა პროცენტულობა არის ეთნიკურად არაქართველი თუ არის ასე ვთქვათ ეს მონაცემები. თუ შეიძლება ამ კითხვებზე და შემდგომში კოლეგებს ვისაც კითხვები ექნებათ. მადლობა. მოგესალმებით.
მიგახლავართ ხათუნე ცერცვაძე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე. სულ 6 თვე რაც სააგენტოს გუნდს შემოვუერთდი. მადლობა უპირველეს ყოვლისა დღევანდელი ანგარიშის მოსმენისთვის და დაინტერესებისთვის. როგორც ბატონმა გიამაღნიშნა, სააგენტო 2020 წელს შეიქმნა და ახალი სააგენტოა, მე რაღაც კოვიდის პერიოდი დაემთხვა და ფაქტობრივად ეხლა ვდგამთ უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ბევრი კარგი რაღაც კეთდება სააგენტოში, ბევრი სახელმწიფო პროგრამა არის, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებმა შეუძლიათ ძალიან დიდი ბენეფიტი და სარგებელი მიიღონ. და ნუ სამწუხაროდ ჩემი მოსulis პირველი დღეებიდან ეს ნათელი გახდა რომ სააგენტოს სერვისებზე და პროგრამებზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაცია მოსახლეობას არ აქვს იმ დონით როგორც უნდა გქონდეს ჩვენ სულ ერთი თვე რაც ვებგვერდი შევქმნით სააგენტოს ამუდენ ხანს ვებგვერდიც კი არ ქონდა Facebook გვერდიც უკვე აქტიურად მუშაობს და ასევე ჩვენ გვაქვს წარმატებული кейსების ვიდეო რგოლებიც გავაკეთეთ და შეგიძლიათ იხილოთ ეს რგოლებიც და ზუსტად ჩვენი მიზანი რეგიონებში გასulis განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს იყო მიზანი რომ რეგიონში ადგილზე მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები არიან ის ადამიანები ვისაც ყველაზე ხშირი კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან და პირველი ვინც რეგიონში მიმართავს მოქალაქე ვისაც მიმართავს დახმარებისთვის ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ მათ კონდეთ პირველ რიგში სრული და ამომწურავი ინფორმაცია, რა საქმიანობს სახელმწიფო სააგენტო, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და რა შეგვიძლია რომ შევთავაზოთ და შემდეგ უბრალოდ ჩვენი თხოვნა იყო რომ ჩვენთან გადმოამისამართონ ეს ადამიანები მათთან დახმარებაზე მიმსვლელი და ნუ თუ მაშინვე ვერ დავასაქმეთ ჩვენ რაღაც პროგრამას მაინც შევთავაზებთ, კონსულტირებას მაინც გავუწევთ, პროფორიენტაციას მივცემთ და დავაკვალიანებთ ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, სამწუხაროდ ჩვენ ეთნიკურ ჭრილში არ ვახორციელებთ სტატისტიკას და არა გვაქვს ეს მონაცემი ამ ეტაპზე, მაგრამ მოვინიშნავთ და მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ. დასაქმებულს, ანუ ჩვენ უწერთ ეგრეთ წოდებული, ესე ქვია, ვეძახით საგზურს, როცა ჩვენთან მოდის სამუშაოს მაძიებელი, მისი ხო, ანუ ესე ვეძახით, რომ ანუ როცა ვამისამართებთ უკვე როცა ვამისამართებთ დამსაქმებელთან მისი კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე, ჩვენ ბაზაში რაც გვაქვს ვაკანსია, ვამისამართებთ, ამას ვეძახით ეგრეთ წოდებულ საგზურს და მერე უკვე რა თქმა უნდა მოვიკითხავთ დასაქმდა თუ არ დასაქმდა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ გულწრფელად, რომ დასაქმდა ეს ინფორმაცია გვაქვს, იმიტომ ეს ჩვენს გვჭირდება და მნიშვნელოვანია სტატისტიკა, მაგრამ შემდგომ უკვე თვეების მერე ამას აღარ მივყვებით ამ кейსს, რომ მოვიკითხოთ, რომ აი ისე ვიქ არის თუ შეიცვალა სამსახური თუ ანუ გადავიდა თუ ანუ ამას მერე სამწუხაროდ ვერ მივყვებით. აი სიტყვა მოვიდა. ირად გვესმის ხოლმე რომ აი და ეს ასეც არის პრინციპში. რეალობა ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე უკეთესი ბედის საძებნელად ასე ვთქვათ გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურს ეძებს და ხშირად გაგვიგონია რომ თითქოს დასაქმების პერსპექტივები ნაკლებია ქვეყანაში და ადგილების დასაქმების ნაკლები. აი თქვენ თუ გადახედავთ ჩვენ გვერდ სოციალურ ქსელებში, უამრავი ამგვარი ინფორმაცია არის, აი რადგანაც ქალბატონი ირინო ეხლა აქ იმყოფება, ბოლო ინფორმაციას გაგიზიარებთ 23 აპრილს სტატებული ინფორმაცია არის. კახეთის თბილისი ჩამონათვალია, კახეთის საგარეჯო მუნიციპალიტეტის სოფელი ნინოწმინდა. პროფესიული მომზადება გადამზადების ცენტრი, ფერმერთა სკოლა. ხეხილოვანი კულტურების დაცვა, ფუტკრის პროდუქტების მიღება, დეკორატიული ბაღის მოვლა. კონკრეტულად ამ კოლეჯში შეუულიათ ადამიანები მიბრძანდნენ და გადამზადდნენ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საგარეჯო საზოგადოებრივი კოლეჯი ასევე. მცირე ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვა. თბილისი ლა-კლინიკა, წარბის მოდელირება, ეს საკმაოდ პოპულარული პროფესია არის. თავისუფალი ხედვის აკადემია. საავზდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელ დაწესებულებებში, ესეც ძალიან პოპულარული პროფესია. პირველადი გადაუდებელი დახმარება. ეს მომლელებს შეეხება
და ასეთი არის უამრავი ინფორმაცია, აი მაგალითად 5 დღის უკან გამოქვეყნებულს მოგახსენებთ გაეცანი აქტიურ ვაკანსიებს მცხეთა-თიანეთში მაგალითად პოზიცია დიასახლისი პირდაპირ წერია ანაზღაურება საშუალოდ 1000 ლარი პლუს ბონუსი გრაფიკი დრო გამოშვებით გრაფიკი 40 სამუშაო საათი კვირაში შემდეგ ბათუმის აჭარაში გაეცანი აქტიურ ვაკანსიებს არის უამრავი ვაკანსია გამოქვეყნებული პოზიცია დამლაგებელი, ანაზღაურება 600 ლარი, პოზიცია ადმინისტრატორი, ანაზღაურება 1200 ლარი, პოზიცია მოლარე, ანაზღაურება 900 ლარი, პოზიცია კონსულტანტი, ანაზღაურება 850 ლარი, ოზურგეთში, პოზიცია დიასახლისი, 25 ლარი დღიურად, გრაფიკი სრული, პოზიცია C კატეგორიის მძღოლი, ანაზღაურება ხელზე ასახები 1100 ლარი, სრული, საქსოვი დაზგის ოპერატორი, 650 და 800 ლარამდე, გრაფიკი მცოცავი, მოლარე ოპერატორი, 600 ლარი, მძღოლი საკუთარი ავტომობილით 100 ლარი პლუს საწვავის ხარჯი, დიასახლისი 500 ლარი ბონუსი, ბელბოი 900 ლარი, გარესივრცის დამლაგებელი 900 ლარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ოზურგეთზე რატო შევჩერდი? იცით რომ გურია ეს რეგიონი და ზოგადად რატომღაც ასე მოხდა სამწუხაროდ დასავლეთ საქართველოსდან გასულები შრომითი მიგრანტები უფრო მეტი ყავს ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს შეიძლება ეს იმითიც არის განპირობებული რომ აქეთ დედაქალაქია და აქ უამრავი სამუშაო ადგილია მაგრამ აი ოზურგეთში რამდენი ვაკანსია არის წარმოიდგინეთ ესე არის ყველა რეგიონში მე ხა აღარ გადაგხლით თქვენ აქ არის თბილისში, იმერეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აგერ ბოლო ეხა დავდეთ დღეს ბათუმში დაიდო დასაქმების სახელმწიფო სააგენტო გიწევს მასობრივ გასაუბრებაზე. შეხვდი რიტეილ ჯგუფ ჯორჯიას წარმომადგენლებს გაეცანი პოზიციებს. გაყიდვების წარმომადგენელი ვიზუალური მერჩენდაიზერი, საწყობის თანამშრომელი მოლარე. ხელმისაწვდომი როგორც სრული, ასევე არასრული განაკვეთი აგერდებს ბათუმის გასაუბრება. ასეთი იდება ფაქტურად ყოველ დღე იდება და ხელფასები, ანუ ანაზღაურება დღითი დღე თვიდან თვემდე წლიდან წლამდე მატულობს. ამიტომ ეს არის ჩვენი საქმე, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. ამაში არის სააგენტოს სრული შემადგენლობა 24 საათიან რეჟიმში ჩართული, რომ ის რაც თქვენ ბრძანეთ და რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ გაცხადდა მრავალი წლის უკან ის შესრულდეს, აღსრულდეს და დამკვიდრდეს და წლიდან წლამდე რაღაცა მაქსან უყარ მისდამდეს ავარაუდოთ რთულად, მაგრამ მაინც მივალთ. მინდა ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულო მე და გააგრძელოს კადუტომა ხათუნა. შეიძლება 2024 წლის ანგარიშს არ ეხება, მაგრამ ამ კომიტეტის შინაარსიდან გამომდინარე ინფორმაციისთვის ვიტყვი, რომ არსებობს ეგეთი სტანდარტი, ევროპული სტანდარტი ISCO, რომელთაც ეხა ქვეყანა მოქმედებს. ეს არის კლასიფიკაციის საერთაშორისო სისტემა, რომელიც განსაზღვრავს უნარებს, პროფესიებს, კვალიფიკაციებს და ეხლა ჩვენ ვაპირებთ მსოფლიო ბანკს და საქართველოს შორის ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის ფარგლებში დავიწყოთ ESCO სტანდარტზე მუშაობა, მეთოდოლოგიის შემუშავება. ESCO არის დაფუძნებული ISCO სტანდარტზე, მაგრამ ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, უფრო მეტდონიანი და ეს ზუსტად განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ასევე მათაც ძალიან დაეხმარება და ჩვენც დაგვეხმარება შესაბამისი პროფესიების და უნარების განსაზღვრაში და ყოველწლიურად, როდესაც ჩვენ მოთხოვნად პროფესიებს ვამტკიცებთ და აქედან გამომდინარე მე უკვე მომზადება-გადამზადების კურსებს ვაორგანიზებთ, ეს გაცილებით დაგვეხმარება და კიდევ უფრო მეტ დეტალიზებას მისცემს ამას და მომავალში უკვე დაგვეხმარება უფრო სწორი მიმართულებით წავიდეთ და ეს პროფესიები, ეს კვალიფიკაციები და ეს უნარები ზუსტად იყოს განსაზღვრული და ეხლა უკვე აქტიურ ფაზაში დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით ასევე და იმედი მაქვს წლის ბოლოს უკვე მეთოდოლოგია გვექნება და მე უკვე დანერგვაზეც გადავალთ და ეს იქნება ძალიან კარგი ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ერთობლივი სამინისტროების კოლაბორაციით. მადლობა. ერთი კიდევ დეტალი ჩვენ ვახორციელებთ არ გამოგჩეს ალტერნატიული არასამხედრო შრომითი საქმიანობის პროგრამას. სწორედ სააგენტო ახორციელებს ამ პროგრამას. ესეც ახლად ფეხადგმული შეიძლება ასე ვთქვათ პროგრამა არის ყოველთვის არსებობდა ალტერნატიული სამსახური ამ ქვეყანაში, მაგრამ ძალიან დიდი ხარვეზებით ფუნქციონირებდა, ამიტომ ახალი სამხედრო კოდექსი, რომელიც
ჯერ კიდევ წინამოწმების პარლამენტმა მიიღო ამ სამხედრო კოდექსმა ძალიან ბევრი რამე გამოასწორა ამ სფეროში, ფაქტიურად გარდამტეხი მნიშვნელობის იყო. გახსოვთ თქვენ ხო 45 ლარიანი ეპისკოპოსები აქედან რამდენიმე 10 მეტრში რო იღებდნენ ცნობებს. დიახ, ამიტომ 45 ლარიანი ეპისკოპოსების დრო დასრულდა ამ ქვეყანაში და ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სამშობლო ერთია და მას უნდა ემსახურო. არ გინდა სამხედრო სამსახურში ალტერნატივას გაძლევთ აქეთ არასამხედრო შრომით საქმიანობაში და მობრძანდი მაშინ აგააგრძელე მსახური. ამ პროგრამასაც სააგენტო ახორციელებს და ესეც ძალიან დიდი ტვირთია ჩვენთვის. ხა კი არ წუწუნებ ესე არ მიიღოთ, მაგრამ ასობით განაცხადის განხილვა გვიწევს და ეს ჩათვალეთ, რომ ეს ადამიანები ჩვენთან დასაქმებული ადამიანები არიან. იმიტომ რომ ეს არის ფაქტიურად დასაქმების ხელშეწყობის ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან უშურველად გადადგმული. მადლობა. მადლობა, ბატონ გიორგის ქონდა შეკითხვა. მოგესალმებით, მოკლედ შევაჯამებ მნიშვნელოვანი ანგარიში, რომელიც წარმოგვიდგინეთ გვესმის აბსოლუტურად, რომ ეს არის მულტისექტორული საკითხი, რაც შეეხება დასაქმებას და განსაკუთრებული როლი აქვს, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროს, განსაკუთრებული როლი აქვს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს და რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა იმ უწყებას, რომელსაც ეს ეხება. მნიშვნელოვანი არის ის საქმიანობა, რომელიც განხორციელდა 2024 წელს, ვნახე ანგარიში, რომელიც წარმოდგენილი იყო და მნიშვნელოვანი აქცენტები დაისვა თქვენი მხრიდან. ორი კითხვა მექნება ზუსტად ამ შესავლიდან გამომდინარე, რადგანაც სექტორულად განათლების სექტორს განსაკუთრებით ეხება დასაქმება, ხომ არ გიფიქრიათ, რომ რეგიონებში, სადაც არის სახელმწიფო უნივერსიტეტები, არსებობდეს შესაბამისი სივრცეები, რომელიც უზრუნველყოფს გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა არსებობს ვებგვერდი, არსებობს სოციალური ქსელები, საიდანაც ეს კომუნიკაცია ხორციელდება, ხომ არ გიფიქრიათ, რომ არსებობდეს ისეთი სივრცე, სადაც მუდმივად იქნება 1-2 ადამიანი არ თვითონ უნივერსიტეტის სტაფის მხრიდან მოხდება ამ ტიპის ვაკანსიების პოპულარიზაცია და შესაბამისი სივრცეების არსებობა. პირველი კითხვა ეს მექნება და თქვენი მხრიდან აღინიშნა ასევე, რომ რადგანაც დაიწყო რეფორმა, რომელიც შეეხება საჯარო სკოლებში პროფესიული სახელოსნოების ჩაშენებას და სულ ერთი წელია რაც დაიწყო და როგორც უკვე ითქვა, ახალი სასწავლო წლიდან ამ ტიპის სკოლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ანალოგიურად როგორც უნივერსიტეტებში, ხომ არ არის აუცილებელი, რომ თქვათ რესურს ცენტრებს აქვს ამის რესურსი, საჯარო სკოლებსაც აქვს ამის რესურსი, რომ არსებობდეს სივრცეები, სადაც მოხდებოდა იმ ტიპის ვაკანსიების პოპულარიზაცია, რომელიც მართლა ამდენია არსებობს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, მოთხოვნა, რაც არის მიწოდება ვერ არის უზრუნველყოფილი გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში არის დაბალი ანაზღაურება, ხშირ შემთხვევაში არის კვალიფიკაციის ნაკლებობა კონკრეტული კადრების მხრიდან და ასობით ვაკანსია რჩება, როგორც ანგარიშიდან იკვეთება, რომელიც ვერ და არ არის ათვისებული. ეს კითხვა მექნება და ასევე მუნიციპალიტეტის და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობის ნაწილში, ესეც ამ ყველაფრის ნაწილი არის ჩემი აზრით, უნივერსიტეტები, სკოლები და როგორც მუნიციპალიტეტები, ისე გუბერნატორის ოფისები ამ ხრივ როგორი არის მათთან თანამშრომლობა, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი სააგენტო, რაც არ უნდა მაგრად საქმიანობდეს და შესაბამისი რეზულტატები ჰქონდეს, რთული არის, რომ მარტო გაუმკლავდეს ამ ტიპის შრომით ბაზარს, სადაც მთავარი ვალდებულება, რაც სააგენტოს აქვს, არის, რომ შესაბამის დასაქმებელთან დააკავშიროს შესაბამისი მაძიებელი სამსახურის და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად როგორც მერიების, ისე გუბერნატორის ოფისების და საჯარო სკოლების, ამ შემთხვევაში და უნივერსიტეტების, რომელ რეგიონშიც არის ეს უნივერსიტეტები, მათი ჩართულობა, ის რომ იმართება ფორუმები, დასაქმების ფორუმები, ესეც ამ ტიპის კოორდინაციას, რა თქმა უნდა, უწყობს ხელს, თუმცა სივრცეების მიმართულებით შესაბამისი სივრცეების ან ოფისების მიმართულებით არ ყოფილა მსჯელობა. მადლობა. განათლების სამინისტროში არსებობს უნარების სააგენტო, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. კიდევ გვაქვს გარკვეული გეგმები, პერსპექტიული მათთან თანამშრომლობის. მეგეთყვით ასე, რომ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში მათი ჩართულობა იქნება გადამწყვეტი. ჩვენ აქ შეგვიძლია კონსულტირების გაწევა, დახმარება ამ საქმეში მათთან ერთად და მე პრიორიტეტს მათ მივანიჭებდი ამ მიმართულებით, ბუნებრივია. ჩართულობა ჩვენი, რა თქმა უნდა, არის და იქნება მომავალშიც მათი მეშვეობით
ბევრ უმაღლეს სასწავლებელში ჩვენ ფორუმები გვაქვს მოწყობილი. სხვათა შორის ახლა გეგმავთ საგაზაფხულო დასაქმების ბანაკის დაგეგმვას და განხორციელებას ამ პროექტის, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება. იქნება მხოლოდ ახალგაზრდებზე ორიენტირებული. ვფიქრობთ, რომ ან ბათუმში, ან ფოთში გავაკეთოთ ეს. სადღაც ივნისის თვეში გვინდა, შეიძლება აგვისტოსკენაც გადაგვიწიოს ეს ამბავი და აქ ორივე უწყების, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ესე განათლების სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება ფასდაუდებელი და ეს ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი, მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად ყოველდღიურად გვაქვს მათთან ურთიერთობა და ასთა ურთიერთგაცვლა გამოსვლა. ის პროექტი, რომელზეც მე მოგახსენეთ თქვენ სკოლებს, რაც შეეხება ესეც განათლების სამინისტროს პროექტი იყო, უბრალოდ ჩვენ მასტერ-კლასებს ვატარებთ მათთან ერთად პროფერ ორიენტაციაზე, ანუ იმ გზის, იმ ნაწილის დანახვაზე ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ახალგაზრდებს, რომლებიც აი დამასრულებელ კლასებში სწავლობენ, სადღაც 15, 16, 17 წლის ახალგაზრდებზე ვსაუბრობ მე ახლა და ამიტომ მე ვფიქრობ ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას და თუ გვექნება რაიმე სახის მიღწევა ან რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე ამას დაკავშირებით აუცილებლად პირველ რიგში საქართველოს პარლამენტს შესაბამის კომიტეტს მოახსენებთ. მადლობა. მადლობა. ასევე დავამატებ თქვენ კითხვასთან მიმართებაში, რომ იქ იმ რეგიონში და იმ მუნიციპალიტეტში, სადაც არის წარმოდგენილი სახელმწიფო უნივერსიტეტები, ჩვენი რეგიონალური წარმომადგენლები პერმანენტულად ახორციელებენ ვიზიტს და ადგილზე აცნობენ სტუდენტებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას და ჩვენი სერვისების შესახებ. ის წინა კვირაში ახალციხის უნივერსიტეტში განხორციელდა, ასევე რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ეს მუდმივად პერმანენტულად ხორციელდება, რა რესურსიც ჩვენ გვაქვს აქედან გამომდინარე. ასევე ის, რომ მუნიციპალიტეტების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ზუსტად ამიტომ დავიწყეთ ჩვენ შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გუბერნიებთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. როგორც ბატონმა გიამ თქვა, 3 გუბერნია დავფარეთ უკვე და ვაგრძელებთ ამ შეხვედრებს და რაც შეეხება ინტეგრირებულ სწავლებას, ერთი ეტაპი ჩაიხურა იმით, რომ კარიერული მასტერ-კლასები უკაცრავად სკოლებში დასრულდა ამ ეტაპზე. ეხლა შემდეგი დამაგვირგვინებელი რაღაც შემაჯამებელი ეტაპი გვინდა, რომ უკვე დავიგეგმეთ უნარებთან ერთად და გთხოვეს, რომ ჩვენ მოვიწიოთ დასაქმების ადგილები და დამსაქმებლები და უახლოეს პერიოდში, სადღაც ალბათ თვის ბოლომდე ჩვენ იმ მიზნობრივ დამსაქმებლებს, რა მიმართულებითაც მათ აქვთ ინტეგრირებული სწავლება, შევახვედრებთ, ეს იქნება ეს შეხვედრა თბილისში იქნება დამსაქმებლებს, რომ უკვე ადგილზე რაღაცნაირად ამ დამსაქმებლებთან მოვახდინოთ შეთანხმება, რომ ეს ბავშვები, ვინც უკვე ინტეგრირებული სწავლება დაამთავრეს და ნაწილი არის, რომ 1 წელი დარჩათ და უკვე დამამთავრებელ კლასში არიან, მოხდეს ამ ბავშვების დასაქმება მათთან კომპანიებში. ბატონ გიორგი, ბატონ ვლადო. მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, ძალიან კარგი დიდი და შთამბეჭდავი ანგარიში იყო და ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ დასაქმების ხელშეწყობა არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენი ხელისუფლების და ხედავთ, რომ ეს ყოველდღიურად ასეთი ნაბიჯების გადადგმა ხდება და ეს პრობლემა თან-თან მცირდება და იმედია, რომ ძალიან მალე საბოლოოდ დამარცხდება ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. ეს პროცესი არ არის პროცესი, რომ დაიწყოს და ერთ წელში დამთავრდეს, იმიტომ რომ მუდმივი პროცესია, განგრძობადი პროცესია, იმიტომ რომ სოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება და პროფესიებიც, რომელიც დღეს არის, შეიძლება აქტუალური, ხვალ საერთოდ აღარ იყოს მოთხოვნა და ბუნებრივია, რომ ამას დასაქმების სააგენტო ასე თვალყურს ადევნებს, ცხადია. მე მექნება ასეთი კითხვა, სოციალურად დაუცველთა დამოკიდებულება თავდაპირველად იყო ცოტა გარკვეული შიში ჰქონდათ ხოლმე იმისა, რომ აი დასაქმების შემთხვევაში გადასახადა და დაფინანსება და ახმარება მომეხსნება. თან-თან ეს შიში იქნა დაძლეული და ნელ-ნელა დაიძრა ეს პროცესი და მაინტერესებს როგორია დინამიკა ამ მიმართულებით. ეს ერთი და მეორე კითხვა არა მაქვს, უბრალოდ გიორგის თემას გავაგრძელებ. პრინციპში თქვა მან უკვე ჩემი სათქმელი. რეგიონალურ უნივერსიტეტებს გააჩნიათ კარიერული განვითარების კომპონენტი. ანუ ეს გულისხმობს
დასაქმების ხელშეწყობას და ავტორიზაცია, როცა გადის ავტორიზაციას, მას ევალება რომ ესე იგი ეს დასაქმებთა ხელშეწყობა ურთიერთობა კონდეს აწყობილი უნივერსიტეტში და ხელი შეუწყოს თითოეულ სტუდენტს აი ამ თვალსაზრისით და მაგალითისთვის გეტყვით რომ ჩემი რექტორობის პერიოდში გორის უნივერსიტეტში დასაქმების გვერდიც კი ჰქონდა, ვებგვერდი ჰქონდა შექმნილი და ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო დარეგისტრირებულიყო, ასევე დამსაქმების თავიანთი ვაკანსიები ჰქონდათ რეგიონის დონეზე ვლაპარაკობ და ამიტომ თუ ამ ბაზას და ამ კვლევებს გამოიყენებთ ძალიან კარგი იქნება და წაადგება აი ამ დასაქმების სააგენტოს საქმიანობას. და კიდევ ერთი სურვილი მექნება რომ იქნება გვეფიქრა სტუდენტთა სეზონურ დასაქმებაზე, მოკლევადიან დასაქმებაზე. მაგალითად, ზაფხულის პერიოდში შეიძლება რაღაც გარკვეული პროგრამა შექმნათ, რომელიც დაეხმარება მათ საზაფხულო პერიოდში გარკვეული შეღავათით ისარგებლოთ. დიდი მადლობა. რაც შეეხება სტუდენტთა მოკლევადიან დასაქმებას, ვფიქრობ ჩვენი სტაჟირების პროგრამა არის ძალიან კარგი ამისთვის და ჩვენ სეზონურად ახლა უკვე ბათუმში ძირითადად ესე გვაქვს ხოლმე ზაფხულის სეზონი რო იწყება ფორუმი, იმიტომ რომ იქ ძირითადად არის სეზონური სამუშაო, სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებამდე. ახლა ჩვენ უკვე მაისის 3 რიცხვში გვაქვს შეანიშნული ბათუმში ფორუმი და რა თქმა უნდა კომპანიებს შევთავაზებთ მოკლევადიან მოკლევადიან ჭრილში სტაჟირებასთან და ივლისი უკვე დაგვიანებული იქნება. არა, 3 ივნისი. და ზუსტად ეს სტაჟირების პროგრამა იქნება ძალიან კარგი ესე მოკლევადიანად დასაქმებისთვის და ასევე შეუძლიათ არა მხოლოდ სტაჟირების ჩვენ ვაკანსიებსაც მოვიძიებთ შესაბამისი მიმართულებით ზაფხულის სეზონზე რომ აჭარის რეგიონში დასაქმდნენ ახალგაზრდები, განსაკუთრებით სტუდენტები. ასევე თქვენ იცით რომ აჭარაში არის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ასევე აჭარას ცალკე ყავს და ჩვენ მათთან მჭიდრო თანამშრომლობით ვახორციელებთ. რაც შეეხება საზოგადოებრივ დასაქმებას, მინდა გითხრათ, რომ აქ წეღან აღინიშნა, რომ პროგრამა სრულდება 2026 წელს. პროგრამა არ სრულდება. სრულდება პირველადი ჯავშნები. 4 წლიანი ჯავშანი გასდის უბრალოდ და ეს ჯავშანი სრულდება 2026 წლის მარტს, თორე პროგრამა გრძელდება, ნახოთ როგორი სახით და როგორი მოდიფიცირება მიეცემა ამ პროგრამას. რაც შეეხება სტატისტიკას, 2020 წლიდან დღემდე საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2022 წელს აფიქსირდა და იყო 32000 ბენეფიციარი. ეხლა გვყავს ამ ეტაპზე უკვე 28600 ბენეფიციარი, 30000 ბენეფიციარს როგორც წესი არ ვწდებით ხოლმე, უბრალოდ ზაფხულის პერიოდში იზრდება რიცხვი, იმიტომ რომ იქ ზღვისპირა რეგიონში ასევე სვანეთში დამატებით კადრებს ითხოვენ ხოლმე და ამიტომ ავდივართ ზაფხულის პერიოდში 30000 მამდე. რა გითხრათ, ეს პროგრამა ზოგადად ძალიან ცუდი არის ის, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო რაღაცნაირად საზოგადოებრივ პროგრამასთან ასოცირდებოდა, მხოლოდ ესეთი შტაბ-ბიჭდილება რჩებოდათ ადამიანებს, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ ეს საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა განვახორციელოთ და ეს ესე არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი პროგრამა, სახელმწიფო დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პროგრამა. და აი უფრო მკაფიო და ისეთი ნათელი სურათი გვექნება 2026 წელს, როცა პირველი ჯავშნები მოიხსნება და დიდი რაოდენობა ამ ადამიანების ალბათ არ ვიცი, შეიძლება 20000-ზე მეტიც მოიხსნებათ ჯავშანი, აი მე უკვე ნახოთ რა სურათი გვექნება. მადლობა ბატონ ლადო. ერთი სიამოვნება იყო ხშირად მიცეს ხოლმე ამის თქვა, როდესაც ბატონ გიას უსმენ და ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს აქ ანგარიში კარგი მოსასმენია. ანგარიში არის ის ფორმა, როდესაც შენ რაღაც გარკვეულ ეტაპს გაივლი, დაგროვდება რაღაცა გარკვეული ცოდნა, გამოწვევები წინაპლანზე გამოიწვევა და მოუწოდებ მოსახლეობას, აგერა ვარ ჩვენ, ვართ ერთნი, ჩავერთოთ, შევხედოთ ერთმანეთს და ყველა ის გამოწვევა ერთად დავძლიოთ. მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო მოსმენა და აი კითხვებზე პასუხის გაცემაც ძალიან მაიმედებელი და სასიამოვნო. ეხლა მე რამდენიმე წუთში ჩავეტევი. ტრილიონობით უჯრედია ორგანიზმში. ტრილიონობით. მუდმივად განახლებადი. მე ეს უჯრედები ქსოვილებს ქმნიან, მე ქსოვილები ორგანოებს, ორგანოების სისტემებს და მე სისტემა ადამიანს აღალებებს.
ეს არის ცოცხალი ორგანიზმი და საზოგადოება არის ცოცხალი ორგანიზმი. ეს ტრილიონობით უჯერი ყველა დასაქმებულია. ყველა თავის წილ საქმეს აკეთებს. და თუ მოხდება ისე რომ რომელიმე უჯრედი ამოვარდება ამ საქმის კეთებიდან, ის სამიზნე ხდება დაავადების. და იმ პატარა უჯრედმა შეიძლება მერე ქსოვილი დააზიანოს, ორგანო და ასე. აი პატარა უჯრედიდან იწყება დასაქმება. საზოგადოებაც ასეა. ჩვენ პოპულაცია მუდმივ განახლებადი, მიგრაციაში მყოფი, როგორც ბიოლოგიური, ისე მექანიკურ მიგრაციაში მყოფი. ეხლა ბოლო მახსერით 3.705.000-ის ციფრი იყო დასახელებული. ჩვენი მიწა-წყალი ისტორიული და სამემკვიდრეოდ გადმოცემული და მომავალზე პერსპექტივით გამიზნული. ბებია ჩემი იცოდა ხოლმე. ჩემი თაობას ეს სიტყვები გაყვა ბოლომდე. თუ არ აკავს მოახლეო, თავი მოახლეო. ჩვენს ქვეყანას მოახლე არ ეყოლება და ჩვენს საკეთებელ საქმეს არავინ არ გააკეთებს. ვერ კი არა, არ გააკეთებს ისე როგორც უნდა გააკეთოს აქაურმა მკვიდრმა. ისევ გაძლია ამ პოზიციის გასაძლიერებლად. ძვლის ტვინს აქვს დიდი ფუნქცია აწარმოოს თავის სისხლის უჯრედები. წითელი და თეთრი და მერქელი კომპონენტები ეს ორგანიზმი თვითონ აწარმოებს. დონორის სისხლით მუდმივად ორგანიზმი ვერ იცოცხლებს. დონორის სისხლი დაჭირდება როგორც დანაკარგის შემავსებელი შეიძლება, მე ხა სამეცნიერო განმარტებას ვაკეთებ და მე მასიმულირებელი საკუთარი ძვლის ტვინისა. თუ ეს არ იქნა მიღწეული, ორგანიზმი ვერ გააგრძელებს ცხოველმყოფელობას. ეს არის ჩვენი ქვეყანა. თვითმყოფადი, დამოუკიდებელი, მუდმივად განახლებადი, ბევრ გამოწვევებში საკუთარი პოტენციალის მქონე და ასე. რა არის ყველაზე მთავარი ცოცხალი ადამიანისთვის? თავის კაპიტალიზაცია, ანუ თავის რეალიზება, რომ დაიბადება იმის მერე გაივლის მთელ ეტაპებს და თავი უნდა სრულყოს, შეიმეცნოს, მოახმაროს თავის ოჯახს, თავის თავს, თავის საზოგადოებას, თავის ქვეყანას და განანათლოს, დაგროვილი ცოდნით, მომდევნო და ასე გადასცეს და ეს არის მუდმივი გენეტიკური ციკლი, რომლითაც უნდა განსხვავდებოდეს სხვისაგან, თუმცა უნდა იყოს დიდი საზოგადოების წევრი. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რამდენი გასაკეთებელი არის ჩვენ ქვეყანაში. რამდენი საიდანაც არ უნდა გაიხედო, ყველგან გვაქვს გამოწვევა და სადაც შეგვიძლია კონკურენტ უნარიანი გავხდეთ ყველა მიმართულებით. ეს იქნება სულ ახალი ხელოვნური ინტელექტი და IT ტექნოლოგიები, წინვალია, ნანოტექნოლოგიები, წინვალია, ფარმაცია, მარტო ფაგების ისტორია რაღაც, ქართული ფაგების ისტორია, წინვალია, სოფლის მეურნეობა გენიალური, რომელსაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ხშირად მithkoms ეს ეხლა ამას სარგებლობ, დიდი მადლობა კომიტეტს ამისათვის რომ სარგებლობ. ოქროს საწმისი აქედან წაიღეს, აქ არ მოუტანიათ. საქართველოში არაფერი არ მოუტანიათ, აქედან თუ მიქონდათ სოციალური ძალაც მიყავდათ, ვას აგიჩეხავდნენ, ეკლესიას დაგინგრევდნენ, დაგიწევდნენ ხელნაწერებს, მაგრამ ჩვენ მაინც ვითარდებოდით ამ ფერფლიდან, იმიტომ რესურსი უკიდე განოძლიერი აქვს ამ ეთნოკულტურას, ქართულთა ეთნოკულტურას გენიალური, თავის ენაზე მიმულსა, თან ენაზე მოაზროვნეს. ეხლა აქ იმდენი მაქვს ჩამოწერილი, იმდენი მანა ამას დროსამდე არ წავიღებ, ერთ შეკითხვას დავსვამ და ერთ თხოვნას გავაჟღერებ. ჩვენ გვაქვს შიდა ბაზარი დასაქმების. ეხლა ვინ ვარ დამსაქმები, ვინ არის? სახელმწიფო, კერძო სექტორი, თვითდასაქმება, ცირკულარული მიგრაცია. ეს არის ის სფეროები, თავის უამრავი დანაყოფები და პლასტებით. და მეორე არის ამ ბაზარზე შემოდის უამრავი ადამიანი. ჩვენ ახლა ამას ვერ აღგზავნავთ, მართალია რეგულირება დავიწყეთ და კარგია რომ ეს რეგულირება დავიწყეთ, მაგრამ დიდი გამოწვევა არის რომ ჩვენს მუშახელს, ჩვენები კი სხვაგან იყურებიან, მაგრამ ჩვენ მუშახელს სხვა ანაცვლებს და ისინი მოდიან არა ჯანსაღ კონკურენციაში. პირველი კითხვა ასეთი. ამ შიდა ბაზრის დაცვის კუთხით ჩვენ სააგენტოს რაიმე მექანიზმი შემუშავებული აქვს თუ არა და თუ არ აპირებს ამ კუთხით ფიქს, ეს პირველი. და მეორე ეხლა უყურეთ მე ეს ბათუმში გავაჟღერე 25-26 ერთი მაგალითი გამომაქ ეხლა ერთადერთი მაგალითი. ჩვენ ღმერთმა მოგცა ყველაფერი.
ალპური ზონა გვაქვს, უდაბნო გვაქვს, სუბტროპიკული, ყველაფერი გვაქვს, აი ყველაფერი, მიწა ყველანაირი მიწა გვაქვს. ქართველი კაცის ნიჭი კიდე ღმერთმა იმით დააფასა, რომ მარცვლეულობის სახეობა მისცა ჩვენი ხორბალი 4 დღეს კიდე ესეთი ცოცხალია მსოფლიოს მარცვლეულობის კონკურენციას გაუწევს. ზღვა გვაქვს გენიალური, მდინარეები გვაქვს გენიალური. რაღაც არ ვიცი, ყველა მისა გრუნტის წყალი გვაქვს, არა ჩამონაჟონი, სასმელი წყალი. გრუნტის წყალი გვაქვს აუთვისებელი, გენია მთელ მსოფლიოს დავაკმაყოფილებთ, იმდენი წყალი გვაქვს. ეხლა მე მინდა ერთზე შევაჩერო მარტო ყურადღება, თემები რო გავშალოთ, უამრავი მექნება და თქვენ გაქვთ ეს პლატფორმა და მიხარია რომ ამ პლატფორმას აი ამ სასწავლო სამეცნიერო საგანმანათლებლო კუთხით და თანადგომის კუთხით იყენებთ პლატფორმას, რომ ბიზნესი შეახვედროთ პოტენციალს. ბიზნესი შეახვედროთ და ასაუბროთ და ისინი ერთმანეთით მოხიბლონ ერთმანეთი და ერთმანეთს ზურგი გაუმაგრონ. მე ზღვაზე გავაკეთე აქცენტი, ბათუმში რო ვიყავი. როგორ შეიძლება ზღვის სანაპირო და ზღვის აკვატორია 365 დღე დატვირთული არ იყოს. ჩვენ ზღვას უყურებთ როგორც მაისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე. და მარტო ტურისტული კუთხით რუჯი რომ მიიღონ და იქ რაღაცა ემოცია გაყიდონ, აქ დაისვენონ. ზღვას აქვს სამკურნალ წამლო დანიშნულება. ზღვა არის საყრდენ მამოძრავებელი ორგანოების პრობლემების მომგვარებელი. გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მომგვარებელი. ენდოკრინული სისტემის მომგვარებელი. ენდოკრინული სისტემა შედის უშვილობის საკითხებიც, ისე ჩვენ რო ვიცოდეთ. და კიდევ სასაული უამრავი დათვით აქვს, ერთ-ერთი მათ შორის მარინისტები, სისტემა ემოციის გაყიდვა, მხატვრები, ეს ელიტა, უამრავი ადამიანი, სადაც კომფორტი დასნა დაახვედრა. ამიტომ უყურეთ, ეს მე გაიხედა ტურიზმი. სამკურნალო ტურიზმი, ზღვამთა, სამკურნალო ტურიზმი, უნიკალური დედამიწაზე ყველასაგან განსხვავებული. როგორ შეიძლება სამკურნალო პროფილაქტორიუმები თელ ზღვის სანაპიროზე გამფენილი არ იყოს. ყველგან აქვს ამის პოტენციალი. ამისი კადრის გასაზრდელი იქნება, ბიზნესის წარმოსახვი, სტარტაპების ხელსასაკრავი იქნება და მე ეს ორი პოტენციალი გასამხნევ გარე ინვესტორის მოზიდვას კარგი იქნება და დასაქმებას ამაში უამრავი სარგებლის მომტანი თავისავის რეალიზებისა და ამის საქმის მომტანი იქნება. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ხარ გადაგtwithat ეს ორი რამე მინდოდა ერთი შეთავაზების კუთხით და ერთი შეკითხვა შიდა ბაზრის დაცვის საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვაწყდებით ბევრ რაღაცებს მომსახურების სფეროში და მომსახურების სფეროა რომ თელმა მსოფლიომ გადაინაცვლა IT ტექნოლოგიებში და მომსახურების სფეროში. თორე ხო ხედავთ რა გამოწვევებში დგას დანარჩენი მსოფლიოც, როდესაც წარმოებას, სტრატეგიულ მიმართულებებს თუ იმან არ მოუჭირა მარწუხებმა ვიცი, იარაღის წარმოებაც კი რომელიც მართლა საშიშია, იმასაც კი გადაეჭია მსოფლიო. კარგი მიმართულებით ვამბობ. ამიტომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოხსენებისათვის და გისურვებთ ყველანაირ წარმატებას, იმიტომ რომ თქვენი აქტიური ჩართულობა და აი მულტიპროფილური, აი გიორგიმ რომ ახსენა, ეს არის თქვენ ყველა პლასში უნდა იყოს. თქვენ ყველა უნდა გეთანამშრომლებოდეთ. ყველა არ არსებობს ადამიანი, რომ თქვენთან მჭიდრო ორმხრივ პირდაპირ კავშირში არ იმყოფებოდეს და ამისათვის თქვენ გაქვთ პოტენციალი, დიდი მადლობა პოტენციალისთვის და ჩვენ თანადგომას ერთი პატარა მოგზაურობრივი ნაბიჯი იქნება როგორც კომიტეტის, ისე პერსონალური. დიდი მადლობა. მადლობა. მოკლედ სწრაფად გაქცეთ პასუხი. რაც შეეხება შრომით მიგრაციას. ამჟამად სამინისტროში მიმდინარეობს შრომითი მიგრანტების რეგისტრაცია, ოღონდ მხოლოდ კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ადგილების მიხედვით. და ამგვარი ციფრი არის უკვე, შემიძლია გითხრათ ეს წელიწად ნახევარი არას დავიწყეთ ჩვენ ამ სტატისტიკის წარმოება შესაბამის კანონმდებლობაში 23 წელს შესრულების შემდეგ 42,000 უცხოელი მუშაობს ლეგალურად საქართველოში, ლეგალურად. მათ ენიჭებათ უნიკალური კოდი, იქნება შესაბამისი ისტორია ყოველ ადამიანზე, აქ შემოსულზე, დასაქმებულზე ლეგალური გზით. კომპანიას აქვს ვალდებულება წარმოადგინოს განაცხადი და მიმდინარეობს გადამოწმება შესაბამისად ამ ადამიანების და ამჟამად ამგვარი ციფრია.
მაგრამ ბევრი ადამიანი ახერხებს იმას აქ შემოსული, რომ არალეგალურად დასაქმდეს. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე. და წლიდან წლამდე ძალიან დიდ საფრთხედ გადაიქცა, ამაში მეგონი ყველანი თანაზიარები ვართ. ამიტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ინიციატივა. ამ ინიციატივის განხილვა უკვე დაწყებულია კოლეგა კომიტეტებში, თქვენ მოგეხსენებათ ჩემზე უკეთესად. წამყვან კომიტეტამდე ან მეორე მოსვენები როცა გაიმართება ამ კანონ პროექტზე არ არის გამორიცხული, რომ ჩვენც მათ შორის წარვადგინოთ წინააღმდეგები ან თქვენი მეშვეობით ჩავერთოთ, რა თქმა უნდა, კოლეგების მეშვეობით აქტიურად ამ განხილვებში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან კრიტიკული შეფასება ამ სიტუაციის. მე პირადად ძალიან არ მომწონს, არ დაგიმალავთ. ეხლა საჯაროდ გადაიცემა ეს ჩვენი სხდომა, ეს ამას წერტილი უნდა დაისვას ამ ქვეყანაში. არაშრომითი, არალეგალური შრომითი მიგრაცია ამ ქვეყანისთვის ძალიან მალე გადაიქცევა უდიდეს გამოწვევად. ეს გამოწვევა არის ევროპული ქვეყნების, ეს გამოწვევა არის ყველაზე დიდი ქვეყნის შეერთებული შტატების და ამჟამინდელი ადმინისტრაცია მიმართულებით რა ნაბიჯებს დგამს ეს იცით თქვენ. ლამის დიდი კედლები ააშენონ მექსიკის საზღვრის მიმდებარედ და ებრძვიან ამ უკანონო მიგრაციას. მე მინდა ყველა მიცოდეს და ეხლა ვინ ჩვენ გვისმენს. ჩვენ არ ვებრძვით ლეგალურ დასაქმებას. საქართველოს ღია შრომის ბაზარი არის განვითარებადი. ჩვენ პროგრესული კანონმდებლობით განვავითარეთ ეს ღია შრომის ბაზარი. აქ რაღაც დრაკონული კანონმდებლობა ჩვენ არ დაგვიწესებია. არის ლიბერალური საგადასახადო სისტემა, ჩვენ გვჭირდება მუშახელი, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კადრი. კი ბატონო, მობრძანდით იმუშავეთ საქართველოში, ოღონდ იმუშავეთ ლეგალურად. გამოამზეურეთ თქვენი შემოსავალი, გადაიხადეთ გადასახადები ამ ქვეყანაში, დასაქმდით და კონკურენცია გაუწიეთ ქართველებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის ისე, რომ ეს ადამიანები შემოდიან ამ ქვეყანაში, შრომით ადგილებს ართმევენ ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიცაც უწევთ მერე გადახვეწა მესამე, მეოთხე თუ მეხუთე ქვეყნებში. ეს არის მათ შორის პირდაპირ გეტყვით ამის მიზეზი და მათ შორის შემოსავლების დაცემა შემდეგ. შემოდიან ნაკლებად კვალიფიციური ადამიანები, მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ ეს ასეა და ჩვენ კვალიფიციურ კადრებს უქმნიან კონკურენციას. რა თქმა უნდა, ფასები ვარდება, შემოსავლები ეცემა და ეს მე შემდეგ ეტყობა ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს, შემოსავლების ნაწილს და ასე შემდეგ. ისე რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ამ პრობლემების მოგვარებაზე, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებაზე დაიწყო უკვე ზრუნვა საქართველოს მთავრობამ და გარწმუნებთ, რომ ამგვარ ტენდენციებს, მავნე და მანკიერ ტენდენციებს დაესმება წერტილი. უბრალოდ ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს. ჩვენ ვართ ქვეყანა გზაჯვარედინზე მდებარე და უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი სივრცე, ჩვენი საზღვრები, ჩვენი შრომის ბაზარი და აქ შესაბამისი წესები უნდა დავამკვიდროთ. ამ წესებს უნდა შეურიგდეს ყველა, თუ გინდა მუშაობა ჩამობრძანდი, იმუშავე, არავინ ხელს არ გიშლის, ოღონდ იმ სტანდარტები და იმ წესებით, რაც იქნება დადგენილი ქართული კანონმდებლობით. ამას ალტერნატივა არ აქვს. და ის მეორე რაც თქვენ ბრძანეთ მეორე წინააღმდება ეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო წინააღმდება არის მithomეთ ეს შავი ზღვის აკვატორიის განვითარება უბრალოდ უნდა გვახსოვდეს რომ აკვატორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია დღეს და ხელი არ მიგვიწდება სამწუხაროდ იმ ნაწილამდე თორემ გინდათ აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით ეს ალბათ ნინოსის ჩემს ბევრად პრობწკინვალეთ მოიხსენება გინდათ სხვა მიმართულებით რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ძალიან საინტერესო ნაბიჯებს მათ შორის დაცული ტერიტორიების გამრავლებით ჩვენ კოლხეთის დაცული ტერიტორიები გვაქვს ჭარბტენიანი და იქ უამრავი კარგი პერსპექტივაა და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით შესაბამისი სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს და გეთანხმებით რომ ეს პერსპექტიული მიმართულებაა ნამდვილად. მადლობა. მადლობა. ბატონ გიორგი დაზუსტება გინდოდათ თქვენ.
კი, რადგანაც დასაქმების სააგენტო არის CIB, ჩემ კითხვაში უფრო მეტად იმასაც გულისხმობდი, რომ ხო არ ჯობია რომ არ არსებობდეს ისეთი მუნიციპალიტეტი, სადაც თქვათ ერთი ადამიანი მაინც არ იქნება, თუნდაც მუნიციპალიტეტის თანამშრომელი მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც კონკრეტულად აი ამ კომუნიკაციის საკითხებში ჩაერთვება გარდა ვებგვერდისა და გარდა დასაქმების ფორუმებისა. მემორანდუმის საფუძველზე ჩვეულებრივად შეუძლია მუნიციპალიტეტს, როგორც მერიას, ისე საკრებულოს ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეს შესაძლო დამსაქმებლებთან და შესაძლო დასაქმებულებთან. აქედან გამომდინარე ძალიან აქტიურად მუშაობთ, მისასალმებელი არის უბრალოდ უშუალოდ საუნივერსიტეტო სივრცეების და მუნიციპალიტეტების მხრიდან, წარმომადგენლების მხრიდან ხო არ არის დაგეგმილი, რომ ვთქვათ, შესაბამის სხვადასხვა სივრცე შეიქმნას, რომელიც ამ ყველა ვაკანსიას მოუყრის თავს და ასევე ერთი საკითხი რაც შეეხება ასევე ამ თემას, ეს არის რომ ხო არ არის განსაზღვრული ისეთი ვთქვათ კომპანიები, სხვადასხვა დამსაქმებელი, რომელიც თვითონ შეიძლება რომ უზრუნველყოს სხვადასხვა ისეთი სივრცის მოწყობა, რომელიც ამ ტიპის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და შესაბამისი ვაკანსიები განთავსდება და სოციალური და ვებგვერდების გარდა რეალურად იარსებებს ისეთი ტერიტორია, სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის დაინტერესებულ პირებს ამ ტიპის ინფორმაციას. ეს არის ჩემი კითხვა, რომელზეც დეტალურად მიპასუხეთ, თუმცა ამ კუთხით ხო არ გიფიქრიათ, რომ მუნიციპალიტეტების ჩართულობა უფრო გაიზარდოს. მადლობა. ესე იგი მოგახსენებთ, ჩვენ გვაქვს შეთანხმება, სასესხო შეთანხმება გაფორმებული მსოფლიო ბანკთან. ამ სასესხო შეთანხმების ვალდებულებებიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან აქტიურად ვავითარებთ რეგიონალურ ქსელს, სერვის ცენტრების, აი სულ რამდენიმე დღეში ჩვენ სავარაუდოდ უკვე შიდა ქართლს მოვიცავთ მთლიანად ყველა მუნიციპალიტეტს და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოვიცავთ. ერთი ადამიანი ყველგან იქნება, რომელიც იმუშავებს მერიასთან. არსებობენ ესეთი ადამიანები უკვე ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭალე-ჩხუმში და ამ მოკლედ ამ გზაზე გავართ და გვინდათ მოვიცვათ სრულიად საქართველოს, რომ ერთი ადამიანი მაინც იყოს ყველა მუნიციპალიტეტში, რომელიც დაეხმარება მერს, მერის მუნიციპალურ სამსახურებს იმისთვის, რომ მოკლე გზა იპოვონ ადამიანებმა რაიონებში, რეგიონებში, ჯერ ამ ადამიანამდე და შემდეგ ჩვენამდე, რომ ჩვენ ეს ყველაფერი სწრაფად და ხარისხიანად მოაგვაროთ და ადამიანებს შევთავაზოთ დასაქმების რეალური პერსპექტივები ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში. მადლობა. დიდი მადლობა. კოლეგებო, სხვა შეკითხვები თუ არის, როგორც ჩანს, არა. ჩვენ კომიტეტს. თუნებას დავთვალოთ თუ როჩა. პირველ რიგში მინდა ივსვა. საკმაოდ საინტერესო ანგარიში იყო. ძალიან ბევრი კითხვას დაისვა, რომელზეც შესაბამისად პასუხებიც იქნა გაცემული და რამოდენიმე კითხვა, რომელიც მე თვითონაც ხონდა უკვე პასუხგაცემულია და მათზე არ შევჩერდები, უბრალოდ კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე ერთ შეკითხვას დავსვავდი, ეს ეხება მოგეხსენება თქვენ 2023 წელს აგრარულმა კომიტეტმა სხვა შესაბამის კომიტეტებთან ერთად ჩაატარა კვლევა, რათა გამოვლენილი იყო ის დეფიციტური პროფესიები, რომელიც აქვს ამ დარგს და გამოვლენა კიდევაც რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი პროფესია, როგორც არის დაუშვათ აგრონომები, ვეტერინარები, რა ვიცი, ნიადაგმცოდნეები, კლიმატოლოგები და ესე შემდეგ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დარგისათვის. მაშინ შემუშავდა რეკომენდაციები, მე მაშინ არ გახდით, მაგრამ ეს რეკომენდაციები ჩემთვის ცნობილია. შემუშავდა რეკომენდაციები და მიეწოდა შესაბამის სამინისტროებს. და ერთ-ერთი მათ შორის იყო შესაბამისი პოლიტიკის შექმნა, ჩამოყალიბება და ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით რაიმე რაღაც კონკრეტული დოკუმენტის შექმნა, რომელიც იქნებოდა ასე ვთქვათ ზოგადი სახელმძღვანელოსავი თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო იმისათვის, რომ ეს დეფიციტი აღმოიფრას. რაც შეეხება ამ დეფიციტულ პროფესიებს. აი ამ მიმართულებით თუ გვაქვს ესეთი დოკუმენტი რაიმე შექმნილი, ესეთი წინსვლა თუ გვაქვს ამ მიმართულებით, ერთი ეს შეკითხვა მქონდა და მეორე მაქვს ერთი ესეთი შეკითხვა, რომელიც ეხება უშუალოდ იმ პროგრამებს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. ეს არის დანერგე მომავალი და აწარმოო საქართველოში. ვიცით, რომ რამოდენიმე წელია ეს პროგრამები
ფუნქციონირებს და საკმაოდ ბევრი ადამიანმა ისარგებლა. მე მაინტერესებს ერთი სტატისტიკური მონაცემი, თუ კი ახლა გვაქვს ეს წლიდან წლამდე ბენეფიციარები მატულობენ, თუ როგორია ეს დინამიკა, რა გულისხმობ იმას ბენეფიციარების რაოდენობას და რა პროექტებს, რომლებიც შეიძლება მატულობდეს წლიდან წლამდე. მაინტერესებს უშუალოდ თუ გვაქვს ეს სტატისტიკა ბენეფიციარების რაოდენობა იმატებს თუ კლებულობს თუ როგორ არის მან რა მდგომარეობაშია. აი ეს ორი კითხვა მექნებოდა მე პირადად და მადლობა წინას. ისე მოხდა რომ ხო ეს თემატური მოკვლევა ჩემი თავოსნობით ჩატარდა წინა მოწვევის პარლამენტში. ამ მოკვლევაში ძალიან დამეხმარა ბატონი გივი. დამეხმარა ბატონი გელა, აგრარულ საკითხთა კომიტეტი. და კიდევ ერთი კომიტეტი იყო მე მგონი დარგობრივი ეკონომიკის ჩართული უნიკალური მოკვლევა ჩავატარეთ 3 თუ 4 კომიტეტიანი, იმიტომ რომ თვითონ საკითხი არის ძალიან დიდი მასშტაბის, გეთანხმებით და არის უამრავი დეფიციტური პროფესია. მე ამ პრობლემას პირველ რიგში შევეჩეხე ჩემი წინა სამსახურის პერიოდში გარემოსანობრივ სააგენტოში როცა მუშაობდი და ამან გამიადგეცა სურვილი რომ ამ მიმართულებით რაიმე სახის კვლევა ჩაგვეტარებინა. საკმაოდ საინტერესო კვლევა არის, რეკომენდაციებიც გეთანხმებით ჩვენ გავეცით და ეხლა იქ გაცემულ რეკომენდაციებს მაშინ გაცემულს ეხლა აქეთ დავხვდიმე და რაღაცა ონხრივად საინტერესოა ეს თემა. ჩემთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ ამ დეფიციტური პროფესიების მიმართულებით რაღაც ალტერნატივები და პერსპექტივები შევქმნათ. მაგრამ მხოლოდ დასაქმების სააგენტო ამ ჩამორჩენას ძალიან სამწუხარო სამწუხაროდ ჩემდა სამწუხაროდ ვერ აღმოფხრავს. ჩვენ გვჭირდება მუდმივი კომუნიკაცია კოლეგა უწყებებთან, სამინისტროებთან, სააგენტოებთან, რომ ბევრი ესეთი დეფიციტური პროფესიის მიხედვით და განათლების სამინისტროს როლი არის მკვეთრად გამოხატული, გადაიდგას ნაბიჯები. განათლების კომპონენტის გააქტიურების გარეშე ამ დიდი ჩამორჩენის აღმოფხვრა მე შემიძლია გითხრათ ვერ მოხერხდება. ფიზიკურად ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ არსებობს ზოგიერთი მკვეთრად დეფიციტური პროფესია, სადაც ჩვენ უბრალოდ ადამიანები აღარ გვყავს, ფიზიკურად აღარ გვყავს. ანუ არ მიდიან უმაღლესებში, უნივერსიტეტებში, ვერ იღებენ იქ შესაბამის ცოდნა განათლებას, ვერ მოდიან უკვე პროფესიებში და აქ არის თაობათა შორის წყვეტაც უკვე. ჩვენ გვყავს ზოგიერთ პროფესიაში ჩემი თავი ენაცვალოს ამ ადამიანებს ბუნებრივია. მათი შრომა დასაფასებელია 70 წელს 80 წლამდე მიღწეული ადამიანები და იმის იქეთ ცვლა არ მოდის. და ეს არის ის საშინელი დარტყმის შედეგი, რაც უმაღლესმა განათლებამ მიიღო 2000-იან წლებში და მომდევნო 10 წლებში. გამოუსწორებელი დარტყმა რომლისგანაც ჩვენ ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გამოვედით. იმიტომ რომ მოგეხსენებათ გრევა სწრაფად შეიძლება და ადვილია, აშენება არის საკმაოდ რთული. უბრალოდ პროფესორ-მასწავლებლები აღარ გვყავს ზოგიერთ პროფესიაში. ის ადამიანები წავიდნენ და აღარ გვყავს ადამიანები, ვინც ცოდნას გაუზიარებს ახალგაზრდებს. რომ ჩამოყალიბება, რა ვიცი, სინოპტიკოსი იყოს ამ ქვეყანაში და მეტეოროლოგი და აგროინჟინერი და რა ვიცი უამრავი რაღაც მეზღვაური თუნდაც და იხტიოლოგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და არის უამრავი პროფესია სოფლის მეურნეობაში, ალბათონინოს ბევრად უკეთესად მოიხსენება და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, ჩვენთანაც სამედიცინო სფეროში ეს ბატონლადოს მოიხსენება. სადაც არის ჩამორჩენა. ეს ჩამორჩენები აღმოსაფხრელი ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, ოღონდ მხოლოდ დასაქმების სააგენტო სამწუხაროდ აქ ჩვენ ვახდენთ აი გენერირებას ხვდებით ამ პრობლემების, ანუ მოკლე გზებს ვეძებთ, როგორ მოვიზიდოთ ადამიანი კონკრეტულ პროფესიაში, მაგრამ პროფესია თუ მე არ დამხვდა, რომელსაც მე ხელს მოვკიდებ, დიახ, აი ცოტა ისე მინდა აღწერო ეს ყველაფერი უხეშად. ხელს მოვკიდებ და მივიტან ადამიანამდე, კონკრეტულ ადამიანამდე. სააგენტო აქ ვერაფერს ვერ იზავს. ამიტომ ეს რაღაც კომპლექსური საკითხია და ისე
კარგი იქნება, ძალიან კარგი ინიციატივა არის. თუ მოინდომებთ თქვენ აი ანალიზს შემდგომ აი ეს რეკომენდაციები როგორ სრულდება რანაირად, ვინ სად არის შეყოვნებული, გაჩერებული, ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით, რა თქმა უნდა, ამ მუშაობაში და მადლობა თქვენ ამ კითხვისთვის. დიახ, დავამატებ შესაძლებელია ჩემი მხრიდან. განათლების ნაწილით დავიწყებ და ბუნებრივია ჩვენი სამინისტრო თემატურად დარგობრივი სამინისტრო გახლავთ, ძალიან სპეციფიკური პროფესიები ჩვენი სამინისტროსთვის დამახასიათებელია და რა თქმა უნდა ჩვენც ვხედავთ რომ ამ ასე ვთქვათ როგორც გარემოსდაცვის ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს ისეთი პროფესიები სადაც გაახალგაზრდავება ნაკლებად შეინიშნება პროფესიონალების ამ მიზნით გარკვეული რამოდენიმე ინიციატივა წამოიწყო სამინისტრომ რაც ვფიქრობ რომ აღსანიშნია ერთი ეს არის აგრო და მწვანე სტიპენდიების პროგრამა რომელსაც ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და ამ ასე ვთქვათ პროგრამის მიზანი არის რომ გარდა იმ სახელმწიფო მხარდაჭერისა, რასაც სტანდარტულად სტუდენტები იღებენ, წარჩინებული სტუდენტები ჩვენი სამინისტროსგან დამატებით იღებენ სტიპენდიას იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, დაინტერესდნენ და შეისწავლონ ისეთი თემატური პროფესიები, როგორც არის აგრარული მიმართულების პროფესიები, ისევ როგორც გარემოსდაცვის სფეროში გარკვეული ისეთი პროფესიები, სადაც ჩვენ ნამდვილად პროფესიონალების დეფიციტი გვაქვს. ანუ ეს ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი აღსანიშნავი საკითხი და დაინტერესება ყოველწლიურად არის მზარდი, დაახლოებით 12-მდე სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტი არის ჩართული ამ პროგრამაში და ყოველწლიურად მზარდია ასეთი სტუდენტების რაოდენობა, რომელიც დამატებით, ასე ვთქვათ, სახელმწიფოსგან სარგებლობს წამახალისებელი პროგრამით და ამან გარკვეულწილად ინტერესის დასად შეუწყო ხელი ამ მიმართულებით. გარდა ამ პროგრამისა, ჩვენი გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ახორციელებს თემატურ ტრენინგებს, ანუ არაფორმალური განათლების ნაწილში, გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გასულ წელს მაგალითად სტატისტიკისთვის რო ვთქვა დაახლოებით 509 პირი გადამზადდა და ჩვენ ვახორციელებთ მოკვლევას, ასე ვთქვათ, სად არის ინტერესი, განსაკუთრებით რომელი მიმართულებების კუთხით. აი მაგალითად ხა გასულ წელს ჩატარდა ისეთი ტრენინგები, რომელიც დაფნის წარმოების აგროტექნოლოგიას შეეხებოდა, ან მაგალითად მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიები და სამაციურ მეურნეობების მართვა არ ქონდა მაგალითად იგივე კარტოფილის წარმოების აგროტექნოლოგიებთან მიმართებით თემატური, სადაც ჩვენივე სისტემის ასე ვთქვათ თანამშრომლები, რომელსაც ამ კუთხით ძალიან სპეციფიკური ცოდნა აქვთ, ატარებენ ამ ტრენინგებს და გადასცემენ და მეცაც გეტყვით, ანუ ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ პენიტენციურ დაწესებულებებთან, სადაც მსჯავრდებულებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ შეისწავლონ კონკრეტული, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობის თემატური საკითხები, ამ კუთხით გადამზადების პროგრამებს თავაზობთ მათ შორის მათაც და ასევე ბატონ გიორგის შეკითხვა იყო დანერგებომავლის პროგრამასთან დაკავშირებით და მოგახსენებთ, რომ აი სტატისტიკურად რო ვთქვათ 2015 წლიდან დაიწყო მოგეხსენებათ ეს პროგრამა და საკმაოდ შთამბეჭდავია ციფრები. ჯამურად დაკონტრაქტებული ფართობი, სადაც თანამედროვე ხეხილის ბაღები გაშენდა დაახლოებით არის 28000 ჰექტარი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის. ბენეფიციარების რაოდენობა ამ წლების განმავლობაში ჯამურად არის 5000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, 4753 ბენეფიციარი ყავს ჯამში და სააგენტოს თანადაფინანსება ჯამური 214 მილიონ ლარზე მეტი არის ამ წლების განმავლობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბატონო დიახ კი თან ინვესტირება ინვესტიციის რაოდენობა ჯამურად არის 427 მილიონი ანუ ორმაგი არის ბატონ ლადო რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს რომ ანუ ინტერესი საკმაოდ ასე ვთქვათ მაღალი არის ამ პროგრამის მიმართ ვერ ვიტყვით რომ ყოველწლიურად დრამატულად მზარდი არის ასე ვთქვათ ბენეფიციარების რაოდენობა თუმცა აი მაგალითად კოვიდის პერიოდში საკმაოდ მაღალი იყო მაჩვენებელი შემდეგ წლებში უფრო სტაბილურად მივყვებით ასე ვთქვათ ამ პროგრამით ბენეფიციარების რაოდენობას და კარგად მოგეხსენებათ თუ როგორი ინტერესი არის და ყოველწლიურად ესე ვთქვათ ჩვენ ვცდილობთ რომ დავამატოთ ის კულტურები რომელიც აინტერესებს ვთქვათ ფერმერებს და დამატებით გავზარდოთ სპექტრი რომელსაც დაფარავს დანერგე მომავალის პროგრამა და ამ წლების განმავლობაში მრავალი ასეთი მიმართულება დავამატეთ. ამიტომ საკმაოდ ასე ვთქვათ საინტერესო და კარგი მაჩვენებლები გვაქვს ამ პროგრამის ფარგლებში აწარმოების ნაწილში გამიჭირდება მოგეხსენებათ ეკონომიკის მიმართულება ფარავს ამას, მაგრამ ჩვენი კუთხით ფიქრობთ რომ ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავი არის ამ წლების განმავლობაში. მადლობა. ბატონ გივი, ჩვენ დღეს მესამე მოსმენით ერთი სასწაულად კარგი რამე
ნორმატიულ აქტად ვაქციეთ, რომ პარლამენტის პლენაროსმა დაამტკიცა აკადემიის თაობაზე, ხოლო სოფლის მეურნეობის აკადემიას სტატუსის ერთი აეცია და ამოვიდა ზევი და 10 ვაკანსია გავაჩინეთ წევ კორესპონდენტის. აი ხა თხოვნა მექნება ამ შესანიშნავი ადამიანების, რომლებიც არიან, რა ვიცი, თავიდან ბოლომდე საქართველოს ინტერესების დამცველები ასე მაგ წმენაში, რომ აი ეს მიმართულებები სამეცნიერო უზრუნველყოფის კუთხით, საკადრო პოლიტიკის კუთხით, გასაზრდელი მეცნიერებისა და განათლების სისტემაში მართლა სტრატეგიული რამოდენიმე მიმართულება აკადემიის დონეზე აიყვანონ წევ კორესპონდენტის დონეზე და მიმართულებები აქვე მოხდეს მითი იდენტიფიცირება. ეს იქნება სრული დასაწყისიდან ბოლომდე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე მგონი შეკითხვები აღარ არის. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩვენს სტუმრებს წარმოდგენილი ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშისთვის, რომელიც თავისი არსით და დანიშნულებით სახელმწიფოსთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ. მინდა როგორც მადლობა გადაგიხადოთ, ასევე ბევრი წარმატება გისურვოთ, იმიტომ რომ ამ წარმატებაზე დამოკიდებული არის თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობა, წინსვლა და ის სასურველი რაღაც მიზნის მიღწევა, რომელიც რაც შეიძლება მეტი ანაზღაურების კომპონენტს მოიცავს და რაც მთავარია კიდე ერთი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. დღეს უკვე ქართული ბაზარი იძლევა ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას ადგილობრივი კადრებისთვის, რომ მათ შესაბამისი განათლებით, ბევრად უფრო კარგი პირობებით ანაზღაურებაც კი მიიღონ საქართველოს რეალობაში, თუ კი ამისი სურვილი, მონდომება და ძალისხმევება მათი მხრიდან იქნება, რომ ეს პროფესიები აითვისონ, განსაკუთრებით ჩვენ არაერთხელ დღეს დეფიციტურ პროფესიებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც მოთხოვნადი არის და შესაბამისად სადმე საზღვარგარეთ კი არ ეძებონ ამ ადამიანებმა სამსახური, არამედ საკუთარ ქვეყანას გამოადგენენ, საკუთარ წიაღში, თავის ახლობლების გარემოცვაში გააგრძელონ ცხოვრება და ამავდროულად მიიღონ ღირსეული და მაღალი ანაზღაურება. დიდი მადლობა დღევანდელი ანგარიშისთვის და ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის წარმოდგენისთვის. ახლა მე უნდა დავაყენო განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წინაშე საკითხი, რომ ცნობად მივიღოთ წარმოდგენილი ანგარიში, ვინ არის ამისი მომხრე. დიდი მადლობა. იგივე ჩვენი მხრიდანაც აგრარულ კომიტეტში უნდა დადგეს საკითხი კენჭისყრაზე, რომ მივიღოთ ცნობად შესაბამისად. აქვე მე შეუერთდები მადლიერების გამოხატვას, მადლობა თქვენ სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მართლაც ყოველდღიურ რეჟიმში იღწვის იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ და კიდევ გაძლიერდეს და უკეთესი გახდეს. დიდი მადლობა ამისათვის. დიდი მადლობა და ამით სხდომა დახურულია. აქვე შეგახსენებთ, რომ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მორიგის სხდომა ხვალ 11 საათზე ჩატარდება.